გაუმარჯოს მაყურებელს. მისაყოლებელი პოდკასტ. მისაყოლებელი პოდკასტის მე-5 ეპიზოდი დაგიუბრუნდით და დღეს ჩვენი სტუმარი არის ყველა ოჯახში სასურველი სიძე. არიცოდი? არიცოდი, ეს მე. კოუჩ თემონიკა ბაძე. მოგესალმებით, მადლობა. მე უფრო სკეჩებში ვიყავი ხოლმე სიძე, მაგრამ ალბათ ამ ბოლო პერიოდში ისე გაულამაზდი, რომ უკვე ოჯახებშიც შეინიშნება ჩემი სასურველი. გენაცვალეთ, მადლობა მოწვევისთვის. გიყურებთ. რადგან ახალი გადაცემა მე უსაჩუქროდ არ მოსულ ვარ, მეგობრო, მინდა გითხრათ და სხვა სტუმრებსაც მოუწოდებ, რომ როცა მოხვალთ საჩუქრებით მოდით. მე და კრეკერმა კროკო მოგიტანეთ საჩუქრები, ესეთი ბოქსი შევქმენი, სადაც არის კროკოს კრეკერები, ასევე კროკოს შოკოლადის ჭხირები და როცა ლუც დავლეთ, უდისაც მიაყოლოთ, მე თუ ტკბილი რამე მოგინდებათ, ჩაამატეთ და აქ არის როგორც ვიცი შესანახი 5, ხო? უღრმესი მადლობა. მე დიზაინი, ბოქსის დიზაინი მომეწონა და სპეციალურად მოდი ნუ ჩაუღრმავდებით ამ ყველაფერს და მართლა მიხარია, იმიტომ პირველივე გადაცემაში რაღაცნაირად მომინდა მოსვლა, ხო მართლა. და ტატო ყავდათ პირველ რაღაცნაირად ისეთი გარემოა და ისეთი საინტერესო სტუდია და საუბარიც საინტერესოდ მიდის, რომ დიდი უღრმესი ბოლოსკენ უნდა ხოლმე თუ ვაფშე მაგარი საუბრები კიდე ხო და ჩვენს ხელსარიელი არ გაგიშვებთ მოვაკედან და ჩვენგან ლუდისას საჩუქრები ძალიან დიდი მადლობა ეს სხვათა შორის შენ ხო პირადად ეს საჩუქარი და მაყურებელსაც მინდა უთხრა რომ საუკეთესო კომენტარის ავტორებს გადაეცემათ ანალოგიური საჩუქარი ძალიან დიდი მადლობა ორი გემო რაც გვაქვს ამ ეტაპზე წარმოქმნილი მადლობა დიდი გემო ორი ჩიპსი სამივე გემო საჩუქრები გავცვალეთ ესე და ეს კიდე ბრელოკი ჩვენგან კარტოფილის ბრელოკი ამის ლამაზი შეფუთვა გვაქვს და მე იმასაც მოგცემ აი აქ დავიდე ლამაზ შეფუთვებშიც გვაქვს ცოტა მადლობა დიდი მადლობა კოუჩ დიახ გითხარით დალევაზე რა აი რა შეგიძლიათ გითხრათ დალევაზე მოდი მე და პიდავე გეტყვით რომ აი ეს მინდა რა ძალიან world for case ამიტომ სასმელი სოფლიოში ძალიან გავრცელებული სასმისია ხომ სასმელი მაგრამ როცა მეკითხებიან ბატონ თემურშია ფასეთ სასმელი ყოველთვის მაქვს my fair ანუ პირადი აზრი ანუ თუ სასმელს მოიხუდებ დალევ თუ არ მოიხუდებ ვერ დალევ წარმატებები ხოლმე მადლობა ბრავო მადლობა არიკო საჭირო ეს მედია დაგეხმარებათ ეს უფასო რჩევა ჩემგან ამაში ვიღებ რაღაც თანხებს მაგრამ თქვენ დამატებითი უფასო საჩუქრები ორი საჩუქარი დავიწყე და მე რას ვიზამ რომ დავუწევ ხოთა მოგიწევს მე დაარიგე ვაფშე ყველაფერს შენზე გავიგერო პარიზს სტუმრავო ცოტა ხნის წინ. კი ბატონო. მერე? პარიზში გახდით. როგორ მოგეწონა პარიზი? მეორედ ვიყავი პარიზში სხვათა შორის. პირველად რო ვიყავი, კვარას მატჩზე ვიყავი და გოლი შეაგდო ლაივში უყურე კვარას პირველ გოლს PSG-ს შემადგენლობაში. ძალიან მაგარი განცდა იყო მართლა, იმიტომ რომ პარიზი ხა წარმოიდგინე მთელი ბავშვობა ფილმებიდან, ყველაფრიდან რაღაცნაირისა რა, განსხვავებულად ილექება ტვინში და იმ ქალაქში რო ქართველი თამაშობს და მე რო იმ ქალაქის გუნდის 80,000 ადამიანი ქართველის გვარს იძახის, ძალიან მაგარი იყო და სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ აი რო ჩადიხარ ქალაქში პარიზი მარტო ფეხბურთის ქალაქი არ არის რა იმიტომ რომ აი როგორც ნეაპოლში რომ მარტო ფეხბურთით არიან იქ სხვა რაღაცეებიც ხდება მაგრამ აი სტადიონზე რო შევედი საოცარი ძალიან მაგარი ატმოსფერო აქვს ძალიან მაგარი და გოლიც შეაგდო და უკვე მეორე ჩასვლაზე უკვე დისნეილენდში ვიყავი და გამოვშტერდი მინდა გითხრათ იმიტომ რომ ბარცხანაყანებში ეგეთ რაღაცეები ბავშვობაში მე არ მქონია ობიექტურად რო შეადარო რა რითი ჯობია ბარცხანაყანები პარიზში რა თქმა უნდა პოზიტივი რითი ჯობია პირველი პოზიტივით და მოსავლით ანუ ბარცხანაყანებში ქვიანი მიწაა მაგრამ მოსავალი უფრო მოდის ასე რომ პარიზი ერთ ადგილას იმასკნას რა სადაც მოსავალზე არის საუბარი კი ცნობილი ხალხის მე რამდენადაც ვიცი იქიდან უფრო მეტია ხო ხო ბარცხანაყანები და კი 100% შავლანო ცუბიძე ლადო კუჭუხიძე თემონიკა ბაძე რავი ვართ რა გიორი თავდობალია მესამე კი ხონელი ბაბა ხონელი სამწუხარო ჩვენ გვინდოდა ჩვენთან ყოფილიყო მაგრამ მაბატი იგივე არის ქუთაისში შევხვდით ალბათ ერთმანეთს კი ჩვენ ქუთაისში გადავეკვეთეთ ერთმანეთს მანსანკანის ჩემპიონატის დაწყების წინ და ესე დაიწყო ყველაფერი თქვენ გენაცვალეთ ცოტა ამეტი და გივი პაპაოს გავუმარჯოს საიდასაც წავედით ხო აქედან გენაცვალეთ გივი პაპაოს ადგილზეც გადავედი საინტერესო ვიცი შენ ხარ დიდი იმის რა ქვია კარიერა გაქვს რა იუმორის სფეროში ისე გამოდე გამოდის კი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი
ჩემთვის საყვარელი. ვა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კომედი შოუ თუ TikTok-ი, აი მაგაზე რო გავცე პასუხი. არა, ეგ ან ხე სხვადასხვა ისაა რა. კომედი შოუ ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა მინდოდა ეგ ეგეთ კომედი შოუ. ეხა იცი რა მოყევი? კადრს უკან გვიყვებოდი ხოლმე ჩვენ. არა. აი ხუმრობს მეგობრებო. მართლა მთელი ბავშვობა მინდოდა, იმიტომ რომ რაღაც ჩემი მთელი ოჯახი ყოველთვის შუქი როცა იყო სულ შაბათი შოუს და რაღაცას უყურებდის და შაბათი შოუ რა, კაი. ხო, და იქ ხან ჭედავდა ეს კადრი და ხან და ჩემი ოცნების ამბავი იყო, მაგრამ TikTok-ი ძალიან შევეჩვიე, იმიტომ რომ ძალიან კაია აუდიტორია ყავს მართლა, რამდენი გამომწერნი ყავს, რაღაც ხუმრობა რაც უნდა დავდო, ეგრევე მყვებიან, ანუ ის არ მიდის, ვა ეს რატო თქვა, პირიქით რაღაც მაგალითად ერთი ის მაქვს, რომ ვითომ ადრე ვიყავი ლეგენდარული ფეხბურთელი და რაღაცა ვიდეო ვისდებ და კომენტარში ეგრევე ბატონო თემო უფრო მეტი შეგეძლოთ ლეგენდა ხართ, თქვენ რომ ოქროს ბურთი არ გაქვთ, ხო, თქვენ რომ ოქროს ბურთი არ გაქვთ, ეს შეცდომაა და ანუ ძალიან კაი გამდა მოკითხვა ჩემს. მე გამოწერილი მაქვს. ვა, გაიხარეთ ჩემს ფოლოვერებს მოკითხვა TikTok-ზე 386-ის გენაცვალეთ და შემოგევლეთ და გენაცვალებით. შენ ფოლოვერებს რამდენი მაჭა ხო გავიდა ხო რაღაცა ცოტა დააბალანსე ჩემო კარგი ხო ეს ჩემში გასა დააბალანსე მალაპარაკე იძულებული ვარ რაღაცა თქვა მე გამოგიწევს თემა აუცილებლად შენ გავაკეთე 1-2 დღეს უკან ან 3 დღეს კაი მაშინ გიგებატიება გავაკეთე ქვია მაგას გადმოვიწერე ქვია გადმოწერე მქონდა არ შევდიოდი და დავრეგისტრირდი თუ რაღაცა ვქენი და სერიოზული ნაბიჯი გადადა მოდი საპირე ვიდეოების დადება ეს უნდა TikTok-ი გავაკეთა მეგობრებო შემოგევლეთ შაბათში ვიდეოების დადებას არ ვაპირე საინტერესო ფორიო ბევრი ლაიქები გენაცვალეთ ვიდეოების დადებას აი გენიალური სიტყვა შენ რო გიხდება ყველაზე მეტად კი და ძალიან კაი სიტყვა და ანუ სხვა რავი ხო პარიზზე ვისაუბროთ ისე მიდი ხო პარიზზე დაუშვ მე მაინტერესებს იმიტომ რომ სხვა ერთი წამით მე პირველ გადაცემას რო უყურე და რომ მოვედი კი ეს ანუ რომ მომინდა მოსვლა ეს დადებითი ამბავი მაგრამ საჩხუბარი მაქვს თქვენთან თქვენი თემა გქონდათ ფიფქიაზე ხო მე ფიფქიაზე ვიყავი ხალხო ახლა ხო მომეწონა ხო და მომეწონა ანუ მე და შევხვდები იცი ერთ-ერთი მინუსი რაც შეიძლება ვთქვა რომ კაი ფიფქიას როლის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო სხვა სიტყვაზე იმიტომ რომ ის ვინც იყო ბორო ხო თუნდაც მე ჩემი კომენტში ქალის პერსონაჟიც მქონდა ის რო ყოფილიყავი შენ კაი დანარჩენი ანუ ანიმაცია კაი იყო ანუ რავი მუსიკები კაი იყო ხალისხი კაი იყო აი რა დაუწვეთ მითხარით აი მოდი აი ვისაუბროთ ბიჭო მე არ მიყურები და ჩავერთო ვერ უყურე და ვერ გავუძვე სიუჟეტს ხო ვერ შეცვლიდე ნახფიფქია ყდება მე კოცნის და ის ცოცხლება აი რა უნდა შეცვალო მეტი და რა სპოილერებ ხალხს არა ყველას ნაყურები იქნება ჯია ისინი როგორ საყვარლები იყო რატო არა ძალიან კაი ტიპები იყო ბიჭო მაგ გლობალურ პრობლემებზე მიდის საუბარი და არა კონკრეტულად სიუჟეტზე მე ვერა მარტო აი ფიფქიას მან გამოიწვია იმაზე ვგიჟდები TikTok-ზე რომ ის არის რა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ფიფქიას ის მომენტი ის რო კლავს რა და შენ აუ სურათი ნუ შეიძლება ხო მაგრამ მე რა მომეწონე ხა რავი რა ვთქვი არა კი შემოგეულო იმიტომ რომ არა უშასო გარღვევა ყველას გვაქვს გემოვნებაში ხანდახან როგორ დაწერით კომენტარებში რომ მეც მომეწონა ფიფქია და გამისპამეთ გულები всё კი ბატონო ხა განაგზეთ კომენტარებში დაწერონ ხო და აუცილებლად დაალაიქონ ვიდეო და გამოიწერონ არხი უღრმესი მადლობა წინა ვიდეოს კომენტარებს გადავხედე და დიდი მადლობა ესეთი კარგი თბილი სიტყვებისთვის თითოეულ თქვენთაგანს და ხო იაქტიურეთ კომენტარებში გამარჯვების შანსი გაქვთ ლუდისას ნაკრების მიღების და ლუდისა არის ჩვენი წარდგენი ამისთვის ცალკე უღრმესი მადლობა მათ 20000 გამომწერზე კიდე რაღაც კაის გეგმავთ და აუცილებლად იაქტიურეთ და შეიძლება ერთად ვიქეიფოთ. ნუ რაღაც ჩელენჯები იქნება და გამარჯვებულები რაღაც ასე შევხვდებიან და ასე შემდეგ. ლუდის მასთან და ჭამასთან იქნება ყველაფერი დაგაშლებული. სუპერს ავტომატურად დაპატიჟებული. მე დამატიჟებული პიპაც არის. სუპრის მოხდვაც იქ იქნება ჩემი აზრით. მეორე კომენტარი იყო და რაღაც რამდენი წერს ერთად დავლიოთ, ერთად დავლიოთ. სუფრა ძალიან კაი. მე დიდხანს კი ვერ გავკაჩავ ხალხო ეგრე. 12-13 გადაცემა თუ ეგრე გასაგებია მესის ბატონო ცოტა კარგია რომ კი ბატონო ზრუნავთ მომავალზე კი ბატონო ხო ჩვენი გადაცემა ნანახი გაქვს და იცი რომ ჩვენ გვაქვს თემები რომელსაც შემოვაგდებთ ხოლმე და მაგ თემის ირგვლივ ვიტრიალებთ რა და დღევანდელი თემა არის საკმაოდ აქტუალური თან TikTok-ზე არის გატრენდებული ერთი კი არა 100 ადამიანი ერთი გორილასი და ხო იცი ეგ ამბავი კი კითხვა შორის დღეს chat GPT-ს ვკითხე ეგ და ეგ პროსტა შემოაგდო მან რა ქვია მისტერ ბისტო მართლა არაპირებს მაგას ხო მაგაზე მისის ბაზარი მაგრამ იმდენად გატრენდებულია და თემა და ადრეც იყო როგორც ვიცი მაგაზე თემები და
მე ხო არა შეიძლება ხუმრობით თქვა რომ მაგის გაკეთებას ვაპირებ და შენ რა სიტყვი შენ ანუ ნახე მისტერ ბისთან გამორიცხული არაფერი არ არის ისეთ სიგიჟეებს აკეთებს მაგრამ ეგ უკვე მგონია რომ ადამიანის სიცოცხლეს ექნება საფრთხე ხო და მე რაც წავიკითხე არ არის დაზუსტებული და სავარაუდოდ რაღაცა ჰაიპის ამბავი იყო მაგრამ მართლა რო გააკეთოს რა ჯანდა მოქნა აი მაგას ვამბობ ტიპის საით მიდის ხო ხტები უკვე რაღაც შეუძლია რომ გამორიცხული მაგრამ ეხლა მოდი და დავფიქრდეთ აი როგორ შეიძლება გააკეთოს ჩვეულებრივ შიშველი ხელებით ვერ აჩხუბებს მაგათ შიშველი ხელებით თუ არ იყო და რამე იერარქი ქონდა აზრი რა ის და ატაკებს ერთს ხო რაღაცა შეება აქ გორილა ხო ჯანსია ძმაო აგე გვაჩვენებენ ჩვენთანაც ამოანათა მერაბ დვალიშვილის შეებრძოლა სურათი როგორ ცემს სამწაულო გააჩნია ადამიანს კიდე ხო რა საინტერესო ის იქნება ბრძოლა არა ისე არა გაასწორე მერაბ დვალიშვილი დაღლის დაღლის მე ეს ასე ადამიანო შეასწრე დაღლის შო კაიდია Mr. Beast მერაბ დვალიშვილი go and 3 arms and people have ways ხო ანუ შეუშვება ხო მე იმედია მიხვდება რაც უთხარი ვა ისე ხო საინტერესო იდეა მართლა თქვენ თუ გარისკავდით აი გუნდი შაშაგეკითხებ 100 ადამიანი იპოვე ვინც ამაზე თანხმდება გარისკავდი მაგას თუ არა თუ იპოვე რა თქმა უნდა ხო მაგრამ ნახე რაღაც რომ მოხდეს ჩათვალე არა ეხა მანდის უნდა იყოს რა ხელმოწერილი უკვე რომ მე არაფერს უაში არა ამიშოლობა ეხა ეგ რო გაგაბასდება არა იჟი ხო არა ხო არ მეც მე ვერ არა ისე როგორ გონია შანსები როგორ არის განაწილებული 100 ადამიანი ერთი გამბევი დაზიანდება მაინც გამბევი დაზიანდება ჩემს დაარსებულს ვინ მოერევა ფიზიკურად შეუძლებელია რა ადამიანისთვის მე მგონია რომ შეუძლებელია რამდენიც არ უნდა არა ნუ საშინელი სახავი იქნება კიდე გორილას ურთხავს ეს ადამიანი და სისხლი და ამბავი და ესეც რომ მოი ანუ რაღაცა ისეთი ამბავი ხო და თან თემა არის ის რომ გორილა არა მეტრა ნახევარი სიმაღლეში ვა ზასრული გორილა. ანუ ის ამ პოზაში გეუბნები რა პერზე დამდგარი არა. ანუ ხელებზე რა წარმოვიდგინე? ხო, კი, კაცო 1-2 მეტრი. მე რა წარმოვიდგინე, იცი კინგ-კონგში რო ის წარმოვიდგინე რომ ის ხო არ იქნებოდა 100 ადამიანის წინააღმდეგ დიდი რო არის რა. ორ მართლა ჩვეულებრივ პატარ გორილაზეა საუბარი? აბა მაგას კი გალახავენ. მე ისე მართლა გეუბნები როგორ გალახავს? მე რამდენად ძლიერია ადამიანთა შედარებით? ის მეგო დიდი, ეგ რეალური არ არის ხო? გორილაში გორილა. საწაოიდი, მთელი ერთი კვირა. თიცა ბიჭო, მთელი ერთი კვირა მაგაზე ვფიქრობ რომ მეც 100 კაც მოკლე. აბა მაგას და მეც კი ვიშვი, რაღაც მოჩი შანსი მეც მაგ. მართლა ანუ შეალ პატარა გორილაზე ბაზარი ესე. პატარა. არა, ეგ მოშნა მაშინას. ეგ შეიძლება. რაზე ჭუბებს ბიჭო, ის შეუძლია აწევა სიმძიმის ტონა 800 უკვე არა და ხო რაღაც 1 ტონაზე მეტის აწევა. საყურებლადაც ცუდი ის იქნება, მაინც მგონია რომ ეგ ჭორი, მაგრამ ეხლა რომ მე რო რაღაც ის მაგარი იქნებოდა და ბიჭო, ნახე, რას დაუკვირდი იცი? აი ვიღაც UFC-ს აი ეს აი ლალი გვაჩვენებს მადლობა ლალი გვაჩვენებს შენ გინდა რომ აი ამ ჩუბოქს ეჭყუბო? ხო არის მარტივ მე რო წარმომედგენ მაღალი იყო ეს ატლანტი მაღალი არ არის ეხლა მაგრამ აქ შეიძლება კიდე აი ნგანუ ხო იცით UFC-ს ჩემპიონი რო იყო კი გორილას ხო გაავს ეგ ისე ადამიანის სიმაღლეა თითქმის რა ადამიანი რამდენი ტიპი შეუულია რომ ცემოს ნგანუმ რა აი ჩვენ სამი რო შეგვაგდონ მაგასთან არავი დავიღოთ თერს საძმაკაცები არა დავუძრებს მაგას იგი ფიქრია მე მაგრად მეფიქრე აი UFC-ს მსურვებს რო უყურებ რომ აი რამდენი წუთი გავუძლებ აი მაგალითად აი პერეირასთან რო შეგაგდონ რა აი რამდენი წუთი ძალიან ამბიციური ხარ ჩემი რა ამას გავაკეთე გავაკეთებ და ხო იცი რასაც უზო ამას გავაკეთე ერთი ამას გავაკეთე ეს არის სწავლე ამას გავაკეთე რომ ხوار დამარცხა საბონტია ეხლა ვერ გავიგე ეს ერთი მომზაობა ასეთი შენ ეს ხო არა არის დავай შენი აზრით ხო ის რა უნდა გავუკეთო მაგას ის რო არის ეგრევე დააბრე შენი აზრით შენ რამდენი ხანი გაუძლებდი აი მაგალითად შენ კაროჩე თუ გაუძლებ ერთი წუთი გაძლევენ 100,000 ევროს შეხვდები თუ არა პერეირას რომ მიახტით ან იქ ბარემ აქ შეგიძლია დაბალი იმიდან დაიწყო რა ჯო პერეირას აქ მოღამით ორი აუ არა ერთი წუთი ვერ ისე მართალი აი ეს ერთი აი დვალიშვილი ხო დაბალწონაშია რა ხო არა ვერ დვალიშვილს ვერ გაუძლებ რა წუთი ძმაო არა ის წუთი იმის მიხედვით რომ თვითონ შეუძლია მთელი დღე იჭყოს და იჭიდაოს შენთან არ დაჭირდება რა არც ჩემთან რავი და არც სოდნესთან რა ან წუთს ვერ გაუძლებს ადამიანი შეუძლებელი არ არის ძმაო შანსი აი ხო იცი რომ 10 წამში მინიმუმ დაგაგდებს
და ყველაზე მარტივად ისაა რომ ბარემ ესე შენ რო ხელი დაარტყა გუდავს რა რაღაც აშინელებას ერთადერთი შანსი გაქვს რომ წვეზე თუ ირბენ და ვერ დაგეწევა შენ წარმოიდგინე განუ და ისე ჯონ ჯონსიან ვიღაცა იმასთან რამდენი უნდა შევიდეთ ეხლა რომ გადმოყრის რინგიდან და ეს ნახე ამასთან უარია მისტერ ბისტის და 100 ჩემი აზრით რავი აი რაღაც სტრატეგია თუ არ შეიმუშავა და რაღაცა ჰაიპის მაგრამ საიდან მოვაფიქრე და პროსტა ჰაიპის საიდან რაღაცა აქ ჩაფიქრებული სავარაუდო რა აი რას მოერევი შენ რა ცხოველთან იჭხუბებდი ვა მე ცხოველები ძალიან მიყვარს არა ისეთ აგრესიულებთან აი ვისთან გველთან გველის მაგრამ ეშინი მე ის რა დავიჭხობდი გველთან მეც მაგრამ ეშინია რაც უფრო მეც შევჭამან მოკლავან რაღაცას უფრო ნაკლები დარჩა მაგარია მოგითხრათ ეხლა უცებ გამახსენდა აი ბავშვობიდან მეშინა ძალიან გველის მეშინა აი რაღაცა აი ფილმშიც რაღაცაში რო ჩანს და ერთხელ პატარა ვარ ფარცხანაყანებში ვარ და ტყეები გვაქვს რა ჩვენ სახლი იქეთ რაღაცა და საქონლებზე ვარ გაგზავნილი ტყე საქონლის მოსაყვანად და ბიჭო ორღობეში ვსავ ეხა ტყეში რა ხო არავინ ძალიან მიზო და ბიჭო ესე ვსავ და გავიხედე და ფეხთან არ მიდის არ მისრიალებს ანუ ეგეთი შიში იქა მოსაფსმელად გამოვიდა ეგეთი შიშიც მაო ეგეთი რაღაცა ანუ ვერ ანუ მოქმედება ვერ მოვიფიქრე რა უნდა მექნე ეგეთი შიში არ მაქვს არაფრის მიმართ რო ჩამისთა რაღაცნაირია ბიჭო რომ მიდის თან ხო რა თითქოს არ არის აგრესიული მაგრამ რო ბიჭო აგრესიულია რო სადღაც 20 წლის მაგრამ მაინც მახსოვს იმდენად ემოციური იყო შემდგომ რაღაც ბავშვი იყავ ხო კაი ხასიათზე ვარ და რაღაცა ცლი ბაქს და ხედე და არ მიდის ეს კაი პიროვნება და არ მაგრამ ეს გველს ვეჩხუბებოდი მისტერ ბის თუ უნდა გველს რა ქვია იმას ეჩხუბებოდი ფილმებში რო არის შენ ეგეთი წარმოგიდგენია ბიჭო ისე რა შტერი ვარ რა წარმომიდგინა გორილა აი დიდი რაღაც წარმომიდგინა კაი არა უშავ ჩეპია არა უშავ და ვის არ მოსვლია ხო ვის არ მოსვლია შენ უნდა გენახა ამის შიში ეგეთი რაღაცები გველის გეშინია შენ გველის არა მაგრამ აივანს ვაკეთებ შენთან ეზოში და უცებ მესმის ამის კივილი იბრიდა და კივილი საინტერესო რა ხდება მე კივივედი და გამპალია იმას რა ქვია მაგას ნიჟარასთან იმის წყლის ამ ხელა ხულიკი იყო მაგრამ ხულიკი მაგრამ მესმის მე ხგუში ირჩევნია რაღაცა ძალი გამოგეკიდოს რა მეცხვარე და იმას ვეჭიდაო ვიდრე რაღაცა ეგეთი ისი არა მე ეს თუ გამოგეკიდა შენ ობობების გეშინია არ მეშინია მეზისხება გველი რაღაცნაირია ხო არა მე მეზისხება არა არის ადამიანებსაც უყვართ გველი მართლა იმიტომ რაღაცა უყვართ მე პროსტ ხო რაღაცა იქ რო არის კონტაქტური ზონა იქ კარგად გადაიტანე ხო იმიტომ რომ ჩემი შვილი მყავდა რამოდენიმე დღით ადრე აყვანილი მანდი იქ რა ქვია მთაწმინდის პარკში და გველს ვიცნობდი ზუსტად რაც მომიყვანეს უნდა შევეშინებინე ზუსტად იქ გველი ვეჭირე ორი დღით ადრე არა არ ქონდა იქ განცდა ხო ჩემმა შვილმა რომ დაითრია ესე დაათრევდა იმაში და მე მოგლიჯეთ ხელიდან ბოლოს და არა მე ვერც მაგას ვერ შევეხები არა კაი ის არის საყვარელი გადაიტანო რა პირველი მომენტი რაღაცნაირია რა აი იცი სხვადასხვანაირი ის აქვს კანი იცი ეგ კვერცხი დანოჩდება და მე ცოცხლად ჩობილი რაც არის სხვადასხვანაირები არიან და დეტალებში არის იმედია რომ აღწევალი წავდათ ეგეთი მახჩობელა იყო და ძალიან ცივი ხო არა არა დღეს არაფერი რატო არ ვიცი სწორად რა არის ცივი არ არის ხო ამოვა შემდეგი კითხვა არაფერი ვერ გავარტყი დღეს გაი შემდეგ თემაზე ვიკითხოთ რა ცივიც არის გაჩნია რა დონეზე ჩააცია გაჩნია როგორ ჩააცია ცხოველებს შენ თქვი ვისე ჩხუბები მე ვისე ჩხუბებოდი მე ვისე ჩხუბები მე გველი ხო ამიტომ გველთან რაღაც გველი ერთი ერთზე გველთან შემო მარტივად რომ მოვიკო ქათამს ქათან და ხო ბატკანს მოუგრიხავდი კისერს არ ვიცი ბავშვობაში ის მომწონდა რა ქვია როდეო ქვია ხო იმას ლალი როდეო ქვია ხო ხარებთან არა სწორედ ის ბულ რაიდინგი მევასებოდა ძალიან და უფრო სწორედ ეგ ის აგზალს ხო კორიდა კორიდა ესპანეთში აგზალეს ხარზე ამ ხედარდებოდი და ვეჭიდავებოდი და ვიბრძოლებდი სიამოვნებით აქ რო ყოფილიყო ჩემი აზრით ბულ რაიდერი გამოვიდოდი ალბათ აუ მაგარია ძალიან რატო რო გაგიქნევს იქით და რა კეფით რო დაეცემი სულად და მე ბულ რაიდერი ერთი მომენტი თავის ცხოვრებაში ჩემი ძმა იყო სოფელში სტადიონზე თამაშობდით ბურთი გადავარდა კარების უკან რა და იქ ბაბუაჩემს ყავდა დამული ხარი გამოიკიდა ეს რო შემოტრიალდა და ტრაქზე ესე თავზე აიყვანა ყველას პერიოდი ესე ირბინა არ დავიჭერე და შენი ძმა რო არის მჯერა ესე იგი ხდება ყველაფერი ხდება ესე იგი სასაცილოგაცია კი ბატონო მე ვეჩხუბებოდი ხო აი შენ ვეჩხუბებოდი ხო და გაინტერესა და გაინტერესა მე
ვინიპუხს. ვინიპუხი ერთ-ერთზე მოუშვი. ბიჭო, არა, ის უნდა ეჩხუბო რა, ვერც. რატო უნდა ეჩხუბო ბიჭო? თუ ჯიგარი არ ეჩხუბებ. ხო რა. არა ჯიგარი ცხოველი რომელია შენი აზრით? გრიზლი. გრიზლი? არა ჯიგარი. არა ბოროტი რო, აი იმენა ბოროტი რო არის. ბიჭო, რაც გარეულია, ყველაფერი ბოროტია იდეაში რა. თუ პატარა არის პროსტა ეშინია. რატო გელი ხო კაი ტიპია? ჩემზე პანდა შემოთავაზეს მესაჯი. პანდა? აუ რა მაგარი. ასე ვერ გავიგებთ რომელი მამოი. აუ მაგარი იქნება ის პანდა და პანდა არ არის ეგეთი ჯიგარი ცხოველი. ჯიგარი არ არის, მაგრამ პანდა არის იგივე დათვი შეჭო. ხო იგივე დათვია. მაგრამ გაგბრუნდეს შუაზე. არა მგონია, არა მგონია ცოტა საკ რაღაც ისკილები, რასაც პანდა ვერ გაუძლებს. და ორგანიზებს და მოდივართ. ნეკაზე. აიტო მაგ რაღაც ფარული. იმას აკეთებს მაგრა, ხო იცი ეს ღიპიტრო. სამი ერთზე ვის ვეჩხუბობთ? ვა, სამი ერთზე ცხოველი? აი გორილას 100 კაციო ვერაო. აი ტურა მარტივია როგორც ვიცი, ანუ ტურა არც მოგეკარება, გაიქცა. ო, არა, რა მოგეკარა? მე მყავს ნახე ტურა სოფელში ხოთაშვის. ისევ იმ ტყეში ვიყავი და გადამირბინა წინ. ტურები ჩემს. რაღაცა მაგიური ტყე. ჩემი აზრით თემოს აღქმით ცხოველები სხვანაირები არიან ძალიან. არა, ტურა იყო, ეს ვიყურებდა და ხო, ეგენი ხო სინათლე, ეგენი, მოიცე, იმენდეს წორს ვიტყვი ხა. ეგენი ხო სინათლეზე შეშდებიან. არა. ეგ არის კურდღელი. არა, ეგე მოიცი, ხა მაგ ტურას ეგიაკეთებს. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარში ტურა ხო შეშდება სინათლეზე. მაგიტო არ მეცნება, არ დაგცინიან რაღაც, მაგრამ просто უკვე მეცნია. არა, ეს რეალური ინფოა, ძმა, ეს შეგიძლია დაგუგლო. ტურაზე არ გამიგია, მაგრამ კურდღელზე ნახეთ გამიგია. კომენტარებში და დაწეროს ხალხო. არ მიმინათებია ჩვენ. ხო, კურდღელზე ღამე რო დადია. კურდღელზე ეგ ხო, ეს ცნობილი ამბავი, კი, მაგაში გეთახო. არის ეგ? ვერ ხედავ. თევზია. თევზი შეждდება იმაზე შუქზე მაგის თქმა გინდოდათ? აბა ტურა რაზე შეждდება? რაზე შეждდება? რეკომი დაუძახო. აი, შეждდება, ხო, ბოდიში რა იმაში ამერი. აი, ბიჭო, არა, რამდენი ტურა ყავს გაშეშებული? ბიჭო, მე რომეს დავინახე გაშეშებული იყო და ჩემ დაანახვაზე გაიქცა. ხო, მაგრამ რა ინფორმაციები მაქვს თო? არა, ტურად შეждდება უჭველი ვიცი. მეგობრებო, დაწერეთ რა კომენტარებში. ნუ შემარცხენ სახალხოს. ხო, დაგვიხსენით შეждდება თუ არა ტურა. ხო, მეგობრებო, გვიშველი. ტუროლოგი ვიცხართ. ხო, დაწერეთ რომ შეждდება. შეждდება ზაკა. არა, ვიცი, ეგ ინფო მე დავაზუსტებ. ხო და როგორ უნდა ვილაპარაკოს ყარაბეზე. კარგია ხო, ჯო ის რა ქვია, ზოგადად მისტერ ბიზზე რას ფიქრობ, რადგან საუბარ მომიტანა რა. აუ, ეხლა ძალიან სხვა სამყაროშია ტიპი რა, ძალიან მაგრამ ანუ იმ თემაში რო არის, რომ მე დიდად არ ვუყურებ, არ მომწონს. მე არ მაქვს გამაზვი ალბათ. მე განამაზია, ყველა მაქვს გამაზვი, რაღაცას ვუყურებ. ყველას ვუყურებ? მართლა მე ყველას შენ ვუყურებ, იმიტომ რომ ბავშვი ვუყურებ შეჭო. რამოდენიმე ჯერ ვუყურებთ არა. იმიტომ რომ შეიძლება წრეზე წავიდეს. მე ყველას რაღაცებს ვუყურებ ახლა ხო, მეც ვუყურებ. ალექსანდრეს მაგრეევას. არა, მე შემოხვედრია TikTok-ზე ისევ და ისევ. ხო, არა. ხო და იმდენი ჩელენჯები და რაღაც იმენა Squid Games რო გახსენებს უკვე ეგ თემა. მე რა მაინტერესებს. ხო, პრაქტიკულად ეგ არის. ყველა ვიდეო აქვს სადღაც აი 10 წუთი 15 წუთი რაღაცა და იქ აქვს მაგალითად რომ აი სტოზე 7 დღე საფლავში იყო, ეგ ანუ რეალურად კეთება თქვენი აზრით? ბიჭო, რეალურად 7 დღე არის საფლავში, რეალურად და გაბაზდა რაღაცები რომ არ არის ეგ ვერ გაიგებ რაღაც ვიდეოებში რაღაც ვიღაც ტიპებთან 100 დღიანი ჩელენჯი რო აქვს თან რაღაც რა 100 დღე ბუნკერში უნდა ყოფილიყვნენ და რაღაც დღეებში რო არ შემოდის. იქით სხვა რაღაც პროექტზე მუშაობს და პარალელურად ხო? ხო რა, ხანავი არა. ხო და ანუ პონტი ისა რომ მაგარია ძალიან. შესაძლებლობა იმის აქვს რომ როგორც უნდა ისე ამონტაჟებს და ისე მოიწევს, მაგრამ ფაქტი არის რომ ძალიან კარგად აკეთებს ხო, მაგრამ ჩემთვის მაინც აი მე აი შოუ სპიდი მაგრამ ევასება რა აი შოუ სპიდი აუ მე მაგრამ ვხატავ აუ არა მე მფიქრობ უნიჭერესი კაცი მე ვფიქრობ 6 საათი რომ შენ ლაივში იარო ქუჩებში და აცინო ხალხი და ანუ არ მოაბეზრო თავი მაგარი ნიჭერება 6 საათი კონდეს ლაივი ისე რომ ერთი წამი არ მოადუნო ადამიანი მაგარი ნიჭერება ოღონდ ხო მაგრამ ჩემთვის მე მაგრამ кайფო ის არის რა ქვია მაგას ყებს ხო მაგრამ ის სტილი აქვს რა მაგრამ кайფო ხო და ნუ მაგარ ლეველზე ავიდა, მაღალ ლეველზე ავიდა. ხო ვიღაცებმა მაგრამ ჩემთვის ეხლა ძალიან მაგარ. ხო ჩვენ არა, იმიტომ რომ ანუ მაგრად მე ვასწავლე რა. მე რას დავეწევი 30 წლის ვართ.
ხო და ის არის 20 წლისა თუ 21 საათ თუ ორსე და თან რაღაცა 21 საათ თუ 20 წლისა თან ფეხბურთი ევასება ფეხბურთსაც მაგრამ ევასება და იქ იბრაჰიმოვიჩთან მისვლებები რონალდო ანუ არ თამაშობს რაღაცებს ყველას აი ცნობილ ტიპებს რომ ნახულობს რაღაცა ის არა აქ რა შეძრომის პონტები არ აქვს რაც არის ხოლმე ვაფშე რაც არის ის ინფორმაცია ისე ებაზება რონალდოსთან იყო სახში ბრაზილიელთან და ვაფშე რა ერთი რაც გაუკვირდა ის იყო მართ ვიღაცა ლაპარაკობდა ამასი ერთი რაც გაუკვირდა ის იყო რომ ოქროს ბურთი ქონდა სახში და დანარჩენი რონალდოსთან იყო სახში და ბრაზილიელი რონალდო კიჭა რონალდო ლეგენდა რაღაცა მე მაგრამ მევასება ჩემთვის ძალიან მაგარია რა ნიჭიერი რაზე არის საუბარი მაგრამ ხო და მაგას გეუბნები საბოლოო ჯამში ვერ მივხვდი რა რითი გახდა პოპულარული ეგ ტიპი შეიძლება რომ არ ვადვერ ხო შეიძლება მე ლაივებს უყურებ ხოლმე ხო მე ვერ მივხვდი აი რითი გახდა თავიდან იმითი რა ქვია თავიდან ანუ ფეხბურთელების გვარებს ამბობდა არასწორად და ეგ FIFA-ს სტრიმავდა და FIFA-ს კარდები ამოდიოდა მაგალითად ხო მაგრამ ის როგორც უფრო გადამოდა ხო ეს ვიცი ფეხბურთელების გვარები ხო და იმანაც არის ან იცის და ისე თამაშობს რომ ბუნებრივად გააკეთა და ასე რომ ხარა შეიძლება რაღაცებს რომ იძახის აი მე მაგრამ მევასებ რა უქნა მე ბატონი გიორგი კალატოზის მოსაზრებას ვთქვი არც გიორგი კალატოზს არ ეხატება აი შოუსპიდი როგორც ვიცი სკანდალური განცხადება მე მგონი გიორგი კალატოზს აი შოუსპიდი გულზე არ ეხატება მე მგონი როგორც ვიცი ხო და მე მაგრამ დავაზუსტეთ ხო რო დავკომენტარებში დაგვიწეროს ხო მაგაზე არ გვისაუბრია ეს ჩვენ აი შოუსპიზე რა ხო რატომღაც რო დაგვეწყო მაგაზე საუბარი ხო და ასე რომ მისტერ ბისტი ვიღაცა კიდე რიგითი ამერიკას დაულევია და იქიდან აღნიშნებენ რომ ეს არის რა ზარია ეს არის მაგიური ის არის რა დამავიწყდა გადაცემის დასაწყისში რომ თქვა რომ ლუდი რო გათავდება შემიძლია დავარტყათ ხელი და უცებ ივსება ანუ მე შემიძლია ჩხარიტეპიდას დავლიო დავარტყა მაინც კი შენ ვერ დავყავს შემიძლია რო მაგრამ არის მასიზამს რა ხო რო თქო შენთვის ხო იცია რა მესმის მეგონა პატივისცემა ჩემ ოქტოპუსის დაკარგული სასის კი და ჩვენ კარგი ძალიან კარგი გასვლა ქონდა ოქტოპუსთან ერთად ბათუმში ხო ძალიან მაგარი გასვლა ქონდა ლაიგოს ხო ძალიან კაი იყო და დიდი დაიკეცეს იყო ერთ-ერთი ვიდეო სადაც მინდოდა რომ დიდრების გუნდში ყოფილიყავი და ღარიბებში არ მინდოდა იმიტომ რომ მე რო უყურე უფრო კიდე დავშოვე რომ ძალიან გამისწორდა და მაგ ვიდეოს მაყურებელმა არის ალბათ ის არის რა მდიდარი ღარიბი რატო ვიყავი დიდრებში რატო ვიყავი ღარიბებში ანუ ჯერ ხო მეზიზღებოდით რომ დიდრებში ხართ და მე ღარიბებში მოხვდი და მე რატო რო აღმოაჩინე თუ რატო მოხდი ღარიბებში იმიტომ რომ სუკანი ვარ ერთადერთი მიზეზი იყო რის გამოც მოხდი ღარიბებში არ ვიცოდი იქით იყო დაწერილი სუკანი ხარო აი იქით იყო დაწერილი მე ღარიბებში უნდა ყოფილიყავ ცოტნე უნდა ყოფილიყო დიდრებში და ის კადრი რო არის მაშველების იმას რო აკეთებს ხო და იქ ცოტნე გადაწყვეტ უფრო სასაცილო იქნება ცოტნეო და გადაანაცვლეს გადააცვლა მოხდა ეგრე დიდრებში ნაყოფი არ ვარ მაგრამ მე მგონია რომ შენ სუკანი ვიდახარ რომ მანამდე გაკ ბევრი ნაგულავები ასე რომ დამაცადე ნუ აცოდე ხალხს თავს ძალიან თქო გეხვეწები მოდი გალეული ლანდი გაზდის ლანდი იქით კი მე 13 კილო დავაგდე მაგრამ არა შემოგევლს კაი ეს ყველაფერი ხუმრობებში კაიწონა მე ყოველს მიხარია რომ კმაყოფილი ჩვენ სტუმარი საბოლოო ჯამში კაი იყო მართლა გადაღებით იქნება სტუმრობით საუბრით кейფით თუ რითიც არ უნდა იყოს პირველ რიგში სტუმარი ყოველთვის მეგობრებო ჩიფსი ლუდისა უკვე შევიდა კარფურის ჰიპერ და სუპერმარკეტებში და ასევე აგროჰაბის მარშალ გელოვანის და სანაპიროს ფილიალებში ლეგენდა ხარ ლეგენდა ხარ ეს მე ეს ეპიზოდი ამოვჭრათ ხოლმე და შემდეგ პოდკასტებში ჩავსვათ პირდაპირ რომ პრობლემაში იყოს დავზადე კაი იდეა იყო საერთაშორისო პოდკასტის დასაწყისში თქვი ჩემი ეს ხო ბოლოსკენ არ უნდა ვამბობდე ეგეთ ტექსტებს აშკარად მართალი ხარ ძმაო კაი იმიტომ რომ წინაზე აუ უყურე ამას პავლიკა რო 20 წუთზე ვარ მისული ხო კიდე ეხა არ დამასპოილერო ძალიან თუ წარბენი მაქვს დღეს და ძალიან საინტერესოა ბოლოში ძალიან საინტერესო ოკეი გასაგები ისე სასწაულად საუბრობთ ბოლოს რომ ხო საინტერესო თემებზე და გასაგებია მოდი შენზე გავიგერო რაღაც თამაში გვაქვს ჩვენთვის თამაში მაქვს მაგრამ მანამდე მოდი ეს ხო ესეთი ის არის რა ქვია ამას რაღაც მაშინ ვიყავი მაისურების დასაწყისად რაღაცას მისული და უცებ შემამჩნია და 365 მიზეზი თუ რატომ უნდა დალიოთ ესეთი ის არის რა ვარ კაია მოდი დავიწყოთ დაბადების დღეები ვნახოთ მიზეზი ჭირდება მაგას მიზეზი ამბობენ რომ ვიღაცებს ჭირდება ეს პოდკასტი გავა 9 მაისს ხო პარასკე ხო 9 მაისია დღეს 9 მაისი თუ არის მარტი აპრილი მე ვიწევს მაისი
ნუ აქ ძალიან მარტივად წერია გამარჯვების დღე. ხო, აი ჩემი დაბადების დღის თარიღი რომ ნახოთ 20 აპრილი აბა რა. 20 აპრილი. გარდა იმისა რომ თემურ ნიქაბაძე დაიბადა მოივლია სამყაროს, რა ხდება 20 აპრილს რომ დავლიოთ აბა? ცისა და ოკეანეების ღმერთის მაცუს დღე. მაცუში. მაცუ რავი, ძალიან კაი მართლაც. ორმაგი მიზეზი მაქვს მომავალი წინა რომ გავილეშო 20 აპრილს გენეცვალეთ. არ დაგავიცდეს მაცუს ადგილს თქვა. შენ ჯიგარო 29 სექტემბერი. 29 სექტემბერი აბა. ეხლა დაბადების დღეს ვიტყვით რომ საჩუქრები რაღაცები. კომპანიება ერთიურად. აუ შენ რა ძალიან ისეთი შეგხვდა წესით რომ შენი არ უნდა იყოს. ისედაც არის ლაპარაკი. თარჯიმნების საერთაშორისო დღე. ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ უცხო ენაში ყოფილი. უცხო ენაში კაია. კარგი, აბა შენი ვნახოთ გუნდიში. რაღაც უცხოის საიგით ხა ეხა და დაიბადა. არა, აი ძმო, 29 ივნისი პრემიების დღე. პრემიების დღეს, აბა. პრემიების დღე. არ ვიცი, მეტყო ვიღა ყველა პრემიას ყველა კომპანია პრემიას. ქართულ კომპანიებს მოუწოდებ, რომ ჩვენს გადავნერგოთ ეს 29 ივნისი შესანიშნავი დღე. ხა პრემიების დღე გას? ლალის როდის არის დაბადების დღე? ხო, ყველა კომპანია სავარაუდოდ. ლალის დაბადების დღეზე რა ხდება, ვნახოთ. ყვავების დღეა ინდოეთში. ინდოეთში. არ მაგარი. ინდოეთში. ლაბა სეცუკან ხალხის დაბადების დღეები ვნახოთ რა ხდება. 7 დეკემბერი. 6 დეკემბერი. აი რუმინის დაბადების დღე. ის არის? აი რუმინის. ეს პატენტი გაიცა 1945 წელსო. ძალიან მაგარი დასაბამი ზეზებია. 14 სექტემბერი დააბრუნდით სექტემბერში. სანიტარული სამსახურების დღე. ვა. ლაიქ. ყველაზე კაი ეს იყო ჩემი არის. ყველაზე კარგი 14 სექტემბერი იყო. კაროჩე ეს ძალიან საჭირო წიგნია. ინდოს ხო შეხი თუ გითხავენ რომ რატო დალიე დღესო უცებ დადაშლი და ეთქვი რა. რატო დავლიე და ყვავების დღე იყო. პრემიები ჩაერწყა ხორვატიაში. ტრადიციას გონდეს ყველა სტუმარს დაბადების დღე იმას ქართ. კაი ჩემო. გარდაოთ გავარკვევს ხებს არ მეკითხა რომ მე ცოტა ის იყოს. მე რო დაემთხოს ვიღაცაზე. აი რომლის. კაი. შესანიშნავ დღეს გქონი. მე ხა თამაში მაქვს, ხო კიდე თქვენთვის მიჭება. როგორც ვიცი გიორგი, ასე მითხარი მე ხდება. თამაში. იქნება რა, მე მყავს შესანიშნავი ჩემი ლალი. ჩემი ლალის დახმარებით, ჩემი რაღაცა თამაში. დავა. წაგებული დალევს ან შოტს. ესე იგი, ტოპ ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში, რომელ ქვეყანას ყავს, ანუ ოღონდ ესეთი მითითება აქვს, რომ ტურისტების გამოკითხვითო. საქართველო. ეგრე არ არის და არ დაგალევინებ შენს და ეგრე ბიჭო. ora ჭკავად გასვალა ის. ხო მაგრამ ერთი ის ხო აქვს, ერთი შეცდომა წავიდა უკვე, ხო? არა, შენი შეცდომა. მე ვაბა ტურისტების არის მარტო. თორე რა თქმა უნდა შემეს მოასწავლოს გალები არის საქართველოში ხა. მე გავ ტურისტების ასე ვთქვი. კაი, ჩემი აზრით საფრანგეთი. საფრანგეთი არის მე-9 ადგილას. ხო, ეხა ვიყავი და მე-9-ზე არის საფრანგეთი. შევამჩნი ერთი მშვენიერი კრუასანი. მაგრამ ფრანგული არ ვიცოდი და შემოვამჩნიე მე წამოვედი უკან. კი ბატონო, დავაი წავიდა უკრაინა. ყველა ვარიანტი რა თქმა უნდა, მე 7 ადგილას. ვა, ბიჭო, დავიბენითო. ყველაფერი ვიცოდი, გორილის სიმაღლე ვიცოდი, ტურა შეშდება ვიცოდი ეს. ეს არ ვიცი, თორე. კაი, ვიცი. ჩემი აზრით ბრაზილია. ყოჩა, შენ პირველი ადგილი გამოიცანი. შვედეთი. შვედეთი, კი ბატონო, მე 7 ადგილას. მე 7-ზე უკრაინა არისო? 6-ზე მეთქი შეჩემენ. ხოლმე მე ფოტო ჩავაგდე თუ მართლა ვნახე ის მაგარი გოგო. გასანის ძალიან მაგარი გოგო. ფოტო გადავუღე და ულამაზესია. სწორადაც მე დოღო მართლა ძალიან ლამაზი გოგო იყო და მე ჩავაგდე ტელეფონი. კაი, ალბათ იტალიას მაშინ. შესანიშნავი, მე 5 ადგილი. გერმანია? მაგარი, აი ჩემი აზრით, даже ათეულს მიღმაც მაგარი აცდენილი იქნებოდი. ტურისტების მხრივ და ოქტომბერფესტზე ეს კაბები და იმით ძალიან ლამაზად გამოიყურებიან გერმანელი ქალები და ლუდი ეჭიროს ხელში აი მე არ აინტერესებს იმას გარეგნობა და ეშხი და რაღაცე. თავი ლუდი მოახდეს ლუდები გადმოდის ბევრი ლუდი უჭირავს ხელში, გასაგებია ცოტა. ჩინეთი.
აბა მე ხوارია და ვიღაცა ბერმა ტურისტმა თქვა ჩინეთში არა? წავაგე? არა? ვა, გავრისკე ეს. რა რუსეთი რა. იგივე რა მეორე ადგილს. მაშინ ვავი თქვათ კაპოვერდე. არა? ბალევა გინდა? ხო? მაგრამ უნდა და. კაი, აბა შევერდე. აუ კაპოვერდეში გოგოები არის. ნორვეგია. ბრიტანეთი? არა. არა, აი რა ბრიტანეთი. ეს მადლობა ესეთი დახმარებით. ერთ-ერთი ძალა ისეთია. ამერიკა. ყოჩა. ხო, ამერიკა უნდა მე. აშიშუ, ეგრე უწერიალ არის. კაი, მოდი ცოტა ისო. მინ შემომეცი. კურიერი. ინდოეთი? ხო. მართლა? ვა, საღოლ? ეგ მის სოფლიოები ხო ყავდა და შეიძლება მაგით გამოთან. ყოჩა, შენ გამოიცანი. მე ჯამეთ ვალა. იდაქში ორი გქონდა დარჩენილი, კოლუმბია არის მე-10 ადგილას და ამასაც ვერ მიაგნებდი ძალიან დიდი ხანი ბევრი უნდა ხო მესამე ადგილას არის ვენესუელა. მის სოფლიოები რო ტარდება და რაღაცა მაგით არის დიდი ალბათ. ვენესუელა. ხო, აი მაგით ხან ხო ხვდებიან ხოლმე უფრო რაღაცა. ისეც რავი რო დაუკვირდა და ეხლა რა ლამაზი. ბიჭო მე მაგრა გამიგონია. რა? ბელორუსია რო არის, მაგრა გამიკვირდა. ტურისტებსაც არ მოусვენ, ჩვენთვის ყველაზე ლამაზ გოგონები არიან საქართველოში, ასე რომ ტურისტების ისა ხო და მე წავაგე? მეგო ცოტა წავაგო რა. კი ბატონო, მიხვდით. გაუმარჯოს საქართველოს ქალბატონს. კი ბატონო, გაუმარჯოს. ბოლომდე უნდა დალიო აუცილებლად. ყველაზე ლამაზები არიან ნამდვილად ისინი. გაგიმარჯოთ. ძალიან. ესე მარტივად დამთავრდა შენი და იმ გოგოს ურთიერთობა? ოღონდ მართლა ლამაზი იყო, იცი? აუ, ძალიან ლამაზი იყო და იმ სედრისაც ყველა ცნობილი ის არის კონდიტერია საფრანგეთში სედრიკი, მაგის კრუასანის რიგში ვიდექით და აუ, ძალიან ლამაზი იყო. აუ, რიგში იდგნენ თან ერთად წარმოგიდგენე რა დღეში იქნებოდა სადღაც. რაღაც უბრალო, აი ძალიან ჩვეულებრივი, ანუ ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ის არ ქონდა ზემოდან არ უყურებდა არავის და რაღაც ერთი ფიქრი მე არა ძალიან მაგარი და როდის ბრუნდები? აუ არ ვიცი, მაგრამ მალე ჩავალ და მე დაჟე მაინც ბოლომდე იმედი არ დავკარგე და ChatGPT-ში ჩავუგდე ფოტო, იქნება იპოვოს თქო, მაგრამ ეგეთ ინფორმაციებს არ გაძლევ გაეცხრია აქედან და რაღაცა მიწევ, მაგრამ ერთი ფიქრი ვიფიქრე რომ მეთქი ხوار, მაგრამ ჩემი ინგლისურით ვერაფერს ვერ გავაკეთებდი და ფრანგული ხო იცი? ფრანგული კი ვიცი, მაგრამ შევა არის ფრანგი რა. მოდმოზელ. ხო ძალიან ლამაზი. ხო, ესე დასრულდა რომ ვერ გავიცანე, მაგრამ მე საფრანგეთში არ ვიცი. შენ გულიდან დაიწყო. აუცილებლად იყო. თუ ბედია და თუ უყვარხარ დაგიბრუნდება ხო. მე მაქვს სურათი, ჩავაგდებ და მეგონა დაწერეთ კომენტარებში არის თუ არა ლამაზ, ჩემს ძულამაზის გოგო. და სახელი და გვარი თუ იცით? სახელი და გვარი თუ იცით? ფარცხანაყანებში 20 კაცი არის უფრო. ან 30-იან. აი კარჩი სახელ და გვარს ვინც გამიგებს ამ გოგოს სახელ და ინსტაგრამს ვინც გამიგებს 30 კაციან სუფრავს კისრულო ფარცხანაყანებში კაი ბუნებაში თავისი კეიფით. მე მეტრე თქვენ არა თქვენ ყველა ვინც 25-იანი იკისა და 30-იანი გამო. ხო 25-30-იანი კაცი ტაფი ვინც გამიგებს სახელს წავიდა. ხო იცი რომ მართლა დაშალიჩდებიან და იპოვიან. აუ ნეტა მართლა იპოვო. აუ ბიჭო ისე. მეც თანახმავა. მაგრამ როგორ უნდა იპოვო ისე? ისე როგორ უნდა იპოვო? შეიძლება მაგის ამბავი აი როგორ უნდა. რა ვიცი. კაი მეგობრებო თუ თქვენ მაგას იპოვით. იქნებიან ვიღაცები. ბედნიერები იქნები. შეიძლება არა შეიძლება ის გოგოც გეძებს. შეიძლება ის გოგოც გეძებს. ბიჭო, რასა კი შემომხედა ის 1-2 კრუასანს რომ ჩავდი რაღაცა უცნაურად კი შემომხედა, მაგრამ აუ ნახოთ იმედი მაქვს. უცნაურად წარმოგიდგენე რასი ფიქრები. გაგდებული ქონდა ყბაში ყავა და კრუასანი. შემეს არ მიპოვით არასოდეს ამ კადრის შემდეგ, მაგრამ დაუნა. მაგრამ შენი სურათი რო ჩავუგდოს ChatGPT-ს ეთქვის რომ ეს შეიძლება ის სურათი ამოვნათოს კომედიში რო ქალი. აუ ხო, ბიჭო, იმედი არ მეძებს. იმედი არ მეძებს და არ ნახულობს მოყვადა. ისე რამდენი პროცენტია შანსი თვითონაც შემომხედა ისე და ფიქრობდა ჩემი აზრით 100%-ით დარწმუნებული. იმიტომ ისე ვიდექ რაღაცა გალანტურად ვიდექ. ისე რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ რომ მე ნანახი მაქვს შენი კალებთან. ჩემი გალანტურად ხო გაშენ ნანახი. მე ვიცი, რამდენად კაი, ნუ, კარგი მე დავიტოვოთ რა. ქართული ჯეიმს ბონდი არის ჩვენ. კი ბატონო, ქართული ჯეიმს ბონდი, რო ცურავდა წყალქვეშა ნავით და რაღაცა იმით. კი მართლაც, რო არ მეშინოდა ხო მაგაზია, კი ბატონო. სულ არ მოვიდა ოფლიანი იქნება გაწურული. კი ბატონო. პირველს რას ეთყოდი ხო, რო ნახავი, საინტერესოა მართლა. ჟეთე. ეგრევე და გავიქცეოდი. ჟეთემ და გავიქცეოდი. და მაინტერესებს, სი, იმიტომ რომ აი სტუდიაშია აქ. აუ აი ეს ეხა უნდა შემოგეყვანას, აუ რა მაგარი იქნებოდა, ბიჭო თამაშრიალებდა ჩემი გა. არჩი მოდი ინდონეზია აგიყვანო დღე, მეტყვი რომ მართლა შემოიყვანა თქვენ ესეთი ადამიანები. გენეცვალე. შემოგეულეთ, გენეცვალეთ. ვა, ჩემ ჩავფიქრდი ბიჭო.
დემურიკა შეყარებული ყოფილა ბიჭო, ფრანგის გოგო მოწონებია, გოლე. ფრანგის გოგო მაგალითად. ფრანგის გოგო მოწონ ჩემთვის, კაროჩე. მან აქ ახლობლები მყავს, ჩემი ხუჭა თამაშობს, იქით რაღაცა ვიკითხავ და ხუჭას ხო არ ვთხოვ, არა, მე ხალხის იმენა კომენტარებში მგონია რომ ვიღაცა რაღაცას შეიძლება კი რაღაცა მოკრეს თვალი და ახლა დამიწერე. ვიღაცა იყო. ხო, ვიღაცა. მაგ დღეს პარიზში. ხო, პარიზში საკონდიტოროსთან და შემთხვევით სახელი გაიგო. აი გაქვს როკონს. ხო, რაღაცა ძალიან ინფორმაციას მომწრო. შეიძლება კაი იყო ჩემი ტიპოვი და მეგობრებო, დაიკიდეს მე. აი, წარმატებები ვისურვოთ თემურიკას და ფრანგის გოგოს. ფრანგის გოგოს. ვალში. ჩვენი შემდეგი თემა არის. კიდე აი იმაზე უნდა ნახე, თავარ პრობლემაზე და გაჭირვებაზე. თავარი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო თემაა. ამირო არის ხო სწორად? თამირო. თუ ცოტა ისე უნდა მიმართო ფრანგულად. მოგრეთ რა მნიშვნელობა აქვს ამიროს საათები თუ თამიროს საათების თემა არის საათები რომლებიც ანუ ეს კომპანია რა ყიდულობდა Alibaba-ზე ან Taobao-ზე რაღაცა ჩვენ ხო რა იაფად ყიდულობდა იაფად გაუბაზრდა ეგ თემა რა იაფად ყიდულობდა რაღაცა პრინც თავის სახელს აწერდა და იგივე საათს ხო რა შეიძლება გრავირება შეეცვალათ რაღაცა გაიკეთებინათ ოდნა 1-2 ტუფთა ბრილიანტი ჩაესვათ შიგნით რაღაც და მე უფრო ძვირად ყიდნენ რა ახალგაზრდებს სანამ ეგ მოხდებოდა ძალიან ბევრი იმის ვიდეო მოხდებოდა TikTok-ზე რაღაც შეფუთვა და რაღაცები და მეგონა რომ მართლა რაღაცა ის იყო ქართული და იმენა ის იყო და მე ხო რომ შემხვდა რა ხო არა ეხლა ჩვეულებრივად მუშაობს ეხლა საიტი მე გადაცემის წინ დამაინტერესდა შევედი ანუ ჩვეულებრივად მუშაობს და როგორც გავიგეთ როგორც გააბაზრდა მომიტანეს კიდევ ორ დღეში რაღაც საათს ყიდულობდნენ მაგალითად AliExpress-დანო 3000-ათო და ამ გრავირებას პატარას შეუცვლიდნენ რომ რაღაც გაუკეთებდნენ 6300-ად ყიდიდნენ ანუ ზოგადად ეგეთი პრაქტიკა საქართველოში არ არის პირველი რა ანუ ხდება ძალიან ხშირად მე თემზაობა მევასება და ხშირად დავდივარ ხოლმე და Taobao-დან შეგიძლია გამოიწერო კავები, რაღაცები, სილიკონები, რაღაცები. ანუ ძალიან კაპიკებში და აქ რომ მიდიხარ მაღაზიაში, ბრენდი ადევს რაღაცა, ხო, ანუ გაცილებით უფრო მეტი თანხა უნდა გადაიხადოს საბოლოო ჯამში აქ ადგილზე. გასაგებია რომ იქ ტრანსპორტირება რაღაცა მე მაღაზიაში გადასახედები ხო, არა, მესმის ხო, ანუ პრაქტიკა არსებობს ჩვეულებრივად ეგ რომ იწერენ უცხოეთიდან ჩამოდის საქართველოში და უფრო ძვირად ყიდიან მაგრამ 3000 და 6300 შორის ზედმეტად დიდი განსხვავება ძალიან ძველი თემაა მაგრამ სადაც ის სკოლის პერიოდის ბოლო წლებში რა 12-13 წლის უკან რაღაც ავტობუსი ყვითელი ავტობუსები დადიან მაშინ ეგეთ ჩამოყვანილი ვეძებთ რაღაცის გაყიდვების მენეჯერს სუამებს რო ეძებდნენ რა და მე ბიჭერთი ჩემი კლასელი გავაძრე რა რომ მან დაუწყე მუშაობა უცებ აი ჩვეულებრივი ჩაჩები დემებით რო დადიოდა ხოლმე მოწესრიგო ხალხსტუხი იმით გაიჩითა რაღაც და პაპკით დადიოდა ხოლმე და მე გავაძრე რომ ის ყოფილა რაღაც ჩვეულებრივი ბანს დავარს რაღაც უთოს ფენს რაღაცებს ამების გაყიდვებზე მუშაობდა და ძირითადად გამოდიოდა ისე რომ ვინც მუშაობას იწყებდა თვითონვე ყიდულობდნენ ყველაფერს რომ ამას მუშაობას პირდებოდნენ მაგ მუღამის რა ოკეი და ძალიან ბევრი ეგრე გადაგდებული და ის ყავს რა თვითონ ყიდულობდნენ რომ ქულები უნდა დაგეგროებინა რა უთო 20 ქულა იყო იქით რაღაცა ფენი აქ რაცობა ძვირს იყიდი ალბათ უფრო მეტი ქულა კაროჩ პირამიდის თემა იყო რაღაცა ეგეთ ხო რა და ის რა ქვია სხვათა შორის ვერაზე იყო მაგის ოფისი რომელიც დახურეს მე რატო დახურეს? პირამიდაში ჩემი გაბმის ცელობა არსებობდა 4 ჯერ ჩემს ცხოვრებაში. და ვერც ადგილი გაები? ნასვამი იყო და ვერ ხვდებოდა ხოლმე. ეს ცოტა განსხვავებული ის არის, რა ქვია, განსხვავებული თაღლითობა არის, რასაც ესენი აკეთებენ. ანუ თაღლითობა არ არის ოფიციალურად რა, პრობლემა მაგაშია, რომ რეალურად ვერაფერს ვერ მოთხოვ რა. იმან შემოიტანათ პროდუქცია და ყიდის რაფასათაც უნდა იმფასად რა. ეს თაღლითობა ეხა როცა რაღაცა მეტ სახტევინებ. აი ადამიანური მომენტებზე მიდის აქ საუბარი ხო? ხო, ის რეალურია, მე დეტალში სიტყვაზე რომ თემუზე 100 ლარი ღირს და ესენი 7 ანუ ეგეთი სხვა არის 100 ლარი ღირს და ესენი ეგ არა არ მგონია ეხა მაგდენი იყოს, მაგრამ რამდენად უსინდისოთ მოიქცნენ, მაგრამ 100 ლარი და 7000-ად გაყიდონ, მაგრამ სხვაობა საკმაოდ დიდია რა. ხო რა, თქვი ეგ იყო იქ საათები როგორც მახსოვს 1000 ლარიანი საათები და ნუ ალბათ სადღაც ეგრე რა ორმაგი მოგებას ამიტომ მეგობრებო, ამიტომ ორმაგი სამაგი ხო? ხო. ხო, აი მე რა. ხო, ბიჭო, ხო რაღაც რა უკეთია თემას ხო და რაღაც ბოდიში შეუცებ გადავერთე ჩემი საათისკენ და სხვათება გენახებინენ გოგოსთვის და ეს უნდა გამ შემდეგში შანსი თუ მექნება
მეტყვი რომ ესე გავაკეთებ ესე უნახავს მიდი მაგარს გასწავლე ჟეთემ და მიდი და ვთხარ საათი ხوار გაინტერესებს საით აი ფრანგულად უნდა ისწავლოს როგორ ლოღლოჟ აუ რამაგრა იტყვის ეს წარმოიდგინე ხა მი ამოდი ხა სემა ლოღლო სექსუალურ თუ იწვე ფრანგული იცი სემა ლოღლოჟ ვოჟი ჟევთხევ კონტე თემური გასავს გოგო დასაკერი თუ შევე თუ ვიპოვე შენი დახმარება მინდა ხო ნახე თუ ვიპოვე ზურგი მაგრამ გიჟი ლოღლოჟ შევე ეს ტექნოლოგია განვითარდა იმ დონეზე რომ შეგეძლო ტელეფონი შეგეძლო მისულიყავი და ხო მაგრამ განვითარდა შეგედ მე მერიდებ ეგეთ არა просто ისე რომ მისულიყავი და მე თქვა ძალიან ამასხებ და ასმეთქვა და просто კომპლიმენტს ვეთქვა და გამიტყდა რაღაცა კელო აი კითხვა შეგიძლია დაუსვაგე კელო გეცილ კელო გეცილ რომელი საათია აი ამით შეგიძლია მიხვიდე მე ჩემი გაფუჭდა მე მაგის my time bed and kilo getil ჩემი ინგლისურად უფრო მეტი შანსი გაქვს მეგონი ვიუაჩები ინგლისურს რა ფრანგული მე იყო თორე საათების თემაზე დიდად აღარ იმას ვიზამთ აღარ შევყვეთ მეორე ვიდეოც ჩაიწერა აფერისტები ბიჭო რომ მოკლედ მოიტყო ხალხმა მე იქ ფეიკი ფაზაკლებები გააძრეს და რაღაცეები ნუ მოკლედ არ ვილაპარაკოთ მაგაზე გაცილებით უფრო საინტერესო თემა მაქვს შენთვის გიორგი ამუში რომ კლონირება გააკეთეს გელ რა ქვია გელ საზარა ეგ მე შევხვდა ეგ ვიცი რაც არის რომიანეთებს შეშდება ეგ იცი ეგ ხო ეგაც კი ტურაში ამერია წერა გელ საზარა შეშდება გელ საზარამ გადაგებინა ფარცხადა გელ საზარა იყო მეგობრებო 20 წლის წინ რაის ახლა შეგი დააბრუნეს 20 წლის წინ გელ საზარამ გადამებინა ფარცხანაყარებში ეს უკვე 20 წლის ყოფილა და ბიჭო რა მეგონა და თუ გელსაზარა ყოფილა ბიჭო მოხს რა გადარჩენილი ვარდო რატო გააკეთეს ეგ რატო დააბრუნეს მიზეზი ბიჭო არ ვიცი რომ ჩავეძიეთ ემას თლათ ეგრე არ არის რა როგორც წერენ რა იმიტომ რომ უბრალოდ დნმ-ი გადააკეთეს ჩვეულებრივი მგლის და გამოიყვანეს მსგავსი მგელსაზარას მსგავსი რა მიზეზი ანუ რაღაცისთვის ხო შევა ბიჭო არაფერი ანუ მეცნიერები ხო იცი ეგ არის რა რა გავაკეთე ატომი იმან რაღაცასთვის ჭირდებოდათ ესე იგი რამე ოპენჰაიმერ ვა მე რაღაც თუ შემეშალა არა უშავს და ეს ტიპა ატომი გახლიჩა და შენ გაგიჩნდა კითხვა მგელი რატო გააკეთე აი ატომს რაღაცაში ხო იყენებ კაცო რომ ვიღაცის ქვეყნის აფეთქება გინდა ეს გელსაზარა აი რაში და გამოიყენო აი შეუსევ გელსაზარა მყავს და იყი ხო არ იყიდია ხო არ ვიცი ხო რა გემრიელი ხორცი აქვს არა მგონი ხო არ დაუკვლიათ არც რაღაცების შეიძლება მე რაღაც მედიცინის რამე საინტერესო იყოს ზოოპარკის პონჩი ხო მაგარი იქნება რა ეგეთი ზოოპარკი რო არსებობს ახლა რომ ის რა ქვია რამე ეგეთი დაგხვდეს რაც არ ვიცი რა მგონია ფრავარი თემა იყო ის რომ როდესაც ეს გააკეთეს ეს ჯიში გამოიყვანეს თავიდან ეგ შეუწყობს ხელს იმას რომ გადაშენებული ცხოველები რაც არისო იმათი პოპულაცია თავიდან დააბრუნონ ამბავი ხო დააბრუნონო რა ამონძეც მიდის საუბარიო აგერ როგორც ლალის თანაშემწე კაი სახელია 20 წელს ადვიქნებით აზე ხარ 20 წელს რაღაც სხვა სამყარო გვექნება შეიძლება ზოოპარკში მიხვიდე და ჩვენ ზოოპარკში რადგან მიხვიდე და იმას რა ქვია გელსაზარას ეჭუბო ხო მოგეპუშმო გადაიღო შეიძლება გებაზრებოდეს მაგისთვის შექმნეს ხო მაგრამ რამე ეგეთი გამოიყვანოთ რომ გებაზრებოდეს ეხა ის შეხვდა რა ქვია ანუ ის არ არსებობდა TikTok-ზე შემხვდა ისე მართლა მაგას ხო რა გუგლიცენ რომ იეთი იყო გარდაცვლილი მსახიობის და მაგათაც ის იყო რა ქვია ანუ რა ვშავ ხა რა შეიძლება მოხდეს თქო რა ოთარ მეღვინე თუ ხუცესი და დათა თუთაშხიას ის იყო რა TikTok ანუ რაღაცა ხელოვნური ინტელექტს ჰქონდა რაღაცა ვიდეო გაკეთებული რომ პერსონაჟი და რეალურად ვინც თამაშობს ხვდება ერთმანეთს ანუ რეალური კადრები იყო და ხო და მე რა ვშავ ვიცი რომ რაღაც ალბათ წლებში რაღაცა შევა ისეთი რაღაცა პონტი მოხდეს რომ სიტყვაზე შენ რაღაცა იმას ხელოვნური ინტელექტს რაღაცა ინფორმაცია უთხრა რაღაცა შენი ცხოვრების ეპიზოდიდან რაღაც სიტყვაზე ნარჩენებში გააქვს რაღაცა ეგ უთხრა და იმან აღადგინოს ის კადრად რომ 20 წლის წინ დაბადების დღეზე სიტყვაზე ვამბობ ვიღაცამ ეს მომიტანა მე ვიმღერე რაღაც ანუ რაღაც კადრები შევა აღადგინოთ რაც
ძალიან კარგად გვახსოვს და გვინდა რომ ხო ფიქსი რა იმას ჩავწერდი ამის და გველის შეხვედრის პირველად ბიჭო მე რომ რა გაჩენდა თუ არა თორას გაჩენებას და არა იმ გოგოს ხო შევიდა იმ გოგოს ქორწილში მაგის იმედზეა მაგას ელოდები ხო არა ტექნოლოგიები და მედიცინა და მეცნიერება და ზოგადად ექსპერიმენტები ისე ვითარდება ისეთი ტემპით რომ შეიძლება რადიკალურად და წარმოუდგენლად შეცვლილი იყოს. ფილმი ხო გაქვთ ნახე? 1-50 წლის შემდეგ ყველაფერი რა. რა ფილმია? აი ეს Jurassic Park. Jurassic Park-ის ყველა ნაწილი მოხს ნანახი და მეგობრებო გირჩევთ რომ პირველის გარდა არც არ უყურო. პირველი ეს მე არც პირველი არ მაქვს ნანახი ვინაიდან. არა, კაია, ცუდია. მეორე რა ვფიქრდი მე მეორეც ბავშვობის არის და სასტელი ფილმია? აი ეს არის რა ფანტასტიკა არის იდეაში რა დინოზავრები და რაღაცები გამოიყონეს იურიული პარკია ხო? ეხლა მეცნობა რა დაყურე. ადრე იყო ჩვენთან რა ქვია იქ წერეთელზე გამოფენა ხო იცი? ხო. მან ყავდათ ხოლმე მე ალბათ ერთი 5-6 წლის ვიყავი თუ რაღაც ეგრე რაღაც დიდი რეზინის დინოზავრები თუ რაღაცები და პირველად რომ ხე ტირილი დავიწყე ანუ ჩემთვის იმდენად რეალური იყო მაშინ რა და სათაფლიაზე რო წარმოიდგინე ეს ვაფშე ეხა ეგრე დაინახო რომ დარბიან და რაღაცა ეგეთი დიდი ჩუვაკები ძალიან გადაუღო ისე რაღაცას კითხეთ ეხა უცებ კითხო მომაფიქრე შენი კინგ-კონგიც იქნება სხვათა შორის მაგალი კინგ-კონგი ხო და ეხა თქვენ ხომ ისოთ ეხა მე დაგიშოთ კითხოთ მე გავცემ რომელ ფილმზე გაქვთ ნატირები მწვანე ბილიკი აუ ხო ბოლო კადრზე ხო რო აუ კი მეც მაგას აი მაგ კადრზე კი მე აი მაგ კადრზე მაგ და ინტერსტელარიც ინტერსტელარიც მაგრამ მწვანე ბილიკი ხო მწვანე ბილიკი ხო მილი მეორე მწვანე მილი ის არის მე მაგრამ ეგეც მაგარია ძალიან მწვანე მილი მაგრამ მწვანე ბილიკზე მწვანე მილი არ გაქვს ნახე ძალიან მაგარი ფილმი ეგეც ისა რა ქვია მუსიკოსია ტიპი ფერატკანიანი და ისა რა ქვია მწვანე წიგნია წიგნი ხო წიგნი კი არა და წიგნი green book არა მაგრამ მწვანე ბილიკზე ხო აი მეგ ეს არის ნორი მოჩვენებს რაღაცას მითხარი რომ ეს არის AI-ის დაგენერირებული ვითომ დინოზავრი უჭირავს გული გამისკდებოდა რეალურ კადრს გავს AI-ის თემები ხო განსაკუთრებით ეგ მოიხოდა ეხა ამ მომენტში და ძალიან რთულია რომ განსხვავ სიმართლე და სიცრუე ერთმანეთისგან ისე დონეზე არის მოხოდილი და ეს რეალური კადრი არ არის ანუ არა გაცხრა რეალური დინოზავრი არ გაუჩენია ჯერ არავის და მე ვაფშე ის მეგონა თხა თავიდან მაგრამ რაღაცა არ გავს კაროჩი ნუ არ მეგონა აცტენდი გაგზე მეძინა მე მეგონია რომ იქ რაღაც ცხოველებთან ახლოს უნდა ყოფილიყავი იქ რაღაც ფარცხანაყარავი რაღაცა მაგრამ ნუ არა უშავს ხო და ყველაზე სასაცილო რა არის იცი ამ შემთხვევაში ამაზე რო ვისაუბრე რომ ეგ ხო ეს ხო აშკარად ფეიქია რაღაცაც უყურებთ რა ნუ რა დინოზავრი და რა ის ხო მაგრამ ხალხის რეაქცია არის ცალკე მაგაზე სასაცილო იმიტომ რომ კომენტარები არის გაგაგიჟებს როს რა წერია რა აი მაგალითად ერთ-ერთი ადამიანის კომენტარია რატო ვერ ისვენებთ თუ დაგერიათ მე ნახეთო ანუ ტიმა გადაწყვიტა რომ მართლა დინოზავრი შექმნეს და დაერევა და აი გაიზდება და ვეთქვენდეთ სლივს გადაშენდნენ ზაიგა წარმოიდგინე შეაწუხა ეს ადამიანი დინოზავრებმა რაღაც მომენტში და პასუხი არ გვაქვს და რა უპასუხო პასუხი იქნებოდა ძალიან საინტერესო ის კი არა შენ გადაშენდიო ეუბნება რასერჩი გენერა გვეკლდენ დედა შემიგა მინიმუმ 6 ფილმი არსებობს რომ ეს ცუდი იდეა ეს კაი ჩაუთვალოთ რომ იხუმრა რა თქმა უნდა მოიჭველი იხუმრა იქნეს სტალინს აღადგინოთ რომ დედა მოეთხრა ნაცებს და კონცეფტს ნახე რამდენი ისა ყველაზე მეტი გამოხმაურება ამ კომენტარსა მარტო ლაიქები და სიცილები რა საიდა საჩი არ დაწუნებულიო სერიოზულად უწერია კი და გაბრაზინეთ რომ კითხო ამათ კიბოს წამალი არ აქვს ეს შეძლესო არა ამაში რა და ბიჭო სიცილი ასეთი არის რომ ყველას ლაიქი უწერია 221 ლაიქი ტიპები საღოლ რა აბა ერთმა არ ჩათვალა საჭიროდ და გადააშენა ესენი ამრავლებენ ვაი თქვენს პატრონს ესეც სერიოზულად დაწეგელს გავს აშკარა ეს არის ცნობილი ისტორია იმის შესახებ რომ ბავშვი იპარავდა არ ვიცი სპიჩ ქართულად როგორ ასანტის ხერებს
ვითომ არ ვიცოდი შეჭება რომ უცებ ამბობ და კიდე ძალიან ხო და ვითომ ანუ ძალიან სევდიანი ისტორია არის დაწერილი რომ ეს AI-ის მოგონილი ისა ხო ხო და ბიჭო თავიდან მეც დავიჯერე რა დებილი ვარ მე მივხვდი შენ არ დაიჯერე მეც კონდა ეგ რომ მეთქი რას ამბობ თქო მაგრამ მე რომ რაღაცა ანუ აი ხო ვერაფერს ვერ შეატყობ სურათს რა მართლა ვერ შეატყობ რამე ის არის რა ფეიკია ხო ანუ არანაირად ანუ პროსტო ძაღლი არის იმდენად გენიალურად გაკეთებული რომ და არის კომენტარებში ამბავშვის გაკეთებული თუ არის ახალი ვან გოგი ყავს და ძლებია კომენტარებში ხო სავარაუდოდ ხვევით ბანკის საბანკო ანგარიშის ნომერიანამე უწერია მე არა და მიზეზს ვერ ხვდები რატო გააკეთეს ბიჭო პროსტო ანუ რა შეჭirdება მიზეზი რამეს ამის კომენტარებია ვინც არის არა მაყურებელსაც ვეთყვი რომ შინაარსი არის ის რომ ამ ბავშვს ვითომ იპარავდა სახში 100 სანტის ღერებს მე მშობლებმა გაუგეს ეჩხუბნენ ამან არ უთხრა რატო ვიპარავდიო და ის რა ქვია მე რომ აღმოაჩინეს რომ აი ესეთ ფიგურას აკეთებდა მაინც ეჩხუბნენ და ის ისტორია ადევს ფოტოს სახელად და ტირილებს ვარავდო მაგრამ გაცილებით უფრო ისე არის დაწერილი ამის კომენტარებიც გვაქვს ძალიან გაია მარტლა ამჯერა ეს ბავშვი წინა ვიდეოში სტიროდა წიტელგულა ჩიტი ქონდა წინ წიტელგულა ნუ სამაგერო სიმართლე აღმოაჩინეთ სიმართლე აი ამას მე წავიკითხავ ამ ბავშვს რატომ ატირებთ ფოტოს გადაღებისას ისედაც შეგაფასებ დადებითად ამ ნიჭის დანახვა შეუძლებელია დედა რაღაც მაჩი ბარი რეალური ფოტო რა მაგითო გონიათ შეიძლება ბიჭო ცუდია ეგ რო რაღაცებს ვეღარ ეგ არ მიკვირს რაღაცა მარტივი TikTok-ის ეფექტით იყო გაკეთებული ბელინგემი კოცრის კიმ კარდაშიანს და ისე გონათ რეალობა ხოსა ფოტოა და ეს ფოტო შედის და მიდის ლოგნაობა და იქ იყო კომენტარებში რაღაცა ეს ვაფშე არ მიკვირს ლოგნაობა როგორ გაიგე აი ესა ლოგნაობა ხო ყველაფერზე თუ ტირი ხარ ეგ რაღა ბიჭობა გუგუებიც კი აღარ ტირიან ახლა ბიჭო ოუ შეჭხუ ეჩხუბა მე ვახ ჩემიკა ხელოვნურ ინტელექტს ეჩხუბა წარმოიდგინე გორილას მე შეყარო ჩემიას ეს კომენტარები შეაგრო ავტორები და გორილასთან ეჩხუბა ოჩახ ბიჭუნოს ეს შესანიშნავი ნამუშევარია შენ შეიძლება აუცილებლად უნდა მიეცეს მიმართულება და ხელშეწყობა ფიქრობ არ უნდა დაიკარგოს ეს ნიჭი ნამდვილად ვეთახმებით მადლობა ChatGPT-ს ChatGPT-ს ყველაფერსთვის არის იმიტომ რომ ეშინია რომ არა სხვა მე მეტი არ მინდა მეგობრებო რაზეა საუბარი კომენტარების გაგრძელება იქნება არა იყო და მე დაგვიმატეს კიდე ერთი რაღაცა შეგვივსეს რა ეს არ იყო ფოტო თქვენ როგორ შეგვეო და დააჭირე იმას დავატევით ბევრჯერ მომიწია და მომიხოდა აქ თემო როგორი რაღაცა იცი ეხლა მე გზადაგზა ვიგონებ ახალ ტრადიციებს რა და მინდა რომ სტუმარმა ერთი ლამაზი სადღეგრძელო შემოგთავაზოს ვა რიცი ოღონდ ლუდიც თუ ლუდით ახ ვიცოდი მაინც ვიკითხე იქნებდა გავიწოი ამ ყველაფრიდან მაგრამ რთულია გაიქცე ცოტნეს ბიჭებო მოდი ამ ჭიქით ლიონელ მესის გაუმარჯოს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ სტიმულატორს და ბევრი რთული პერიოდის გადამტან ადამიანს, იმიტომ რომ მე 8 წლის წინ რომ ბარცხანაღანევინა თბილისში ჩამოვედი, რო არ ვიცოდი რა ხდებოდა, სამშაბათს აღამოს ჩემპიონთა ლიგის თამაში რო იყო და ვიცოდი რომ საღამოს ბარსა და მესი თამაშობდა, ის 2 საათი ჩემთვის განტვირთვა იყო და რაღაცად მარელაქსებდა ამ რთული ცხოვრებისგან და მე აღარ ვიტყვი ხა იმას რომ სოფლიო ჩემპიონატზე როგორ მანერვიულა 2022 წელს სოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ადამიანის მისაბაძი ადამიანია ლიონელ მესი, ვფიქრობ თავისი ადამიანობითაც, თავისი ფეხბურთის თამაშის სტილით, როგორც თამაშობს, შეიძლება ჩაარტყა ფეხში მოკლა, მაგრამ ის ადგება და განაგრძობს თამაშს და ვიღაცეებივით პოლემიკებში არ შევა და 4 სალტოს არ გააკეთებს და რაღაცეებს და ამიტომ ლიონელ მესის გაუმარჯოს და 1-4-5 წელი არ დაანებოს რა თამაშს თავი კვასიამონოს და აქვე თქვენთან ვამბობ რომ მე რაღაცა რაც გუნდით გინდა ყოველთვის ხდება ჩემი აზრით ცხოვრების ბოლომდე სანამ მოკვდები ერთხელ მაინც შეხვდები რა გენეცვალეთ გენაცვალე ძმა გენაცვალე გეთანხმებით ლეონელ მესის გაუმარჯოს იმიტომ რომ პირველად ცო რამდენჯერ ჩაარტყეს რამდენჯერ დაცემულა და მაინც ფეხზე ამდგარა და თან აი საქართველოს სავითარი რა ისეთივე პატარა და მაგარი კი აი აუ საიდო საუ კაი იყო პატარა და მაგარი კარგია და ეხა სხვათაშორის მიდი გუნდის და ლიდერთა რაღაცას ვიტყვი რა
გაუმარჯოს. და რაღაც სიგიჟეს ვიტყვი მე, მიდიხო. შენ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს. აუ აბა იმენა. ეხლა ზოგადად ბარსელონაში რო ვიყავ 2024 წელს, სანამ ჩავიდოდი Google-ში ჩავწერე ლიონელ მესის ფოტო in Barcelona street და რაღაცა აღმოვაჩინე რაღაცა რესტორნის ფონზე მიდის რომელიღაცა ქუჩაში. მე ვიპოვე ის რესტორანი, იმ რესტორანით ვიპოვე ის ქუჩა და მივედი იმ ქუჩაზე, ზუსტად იმ ადგილას გადავიღე ფოტო და ბიჭო, დამაჟრია და რომ მივედი იქიცი? რატო არ ვიცი, რაღაცა მაგრამ რაღაცა ისაა, რა განსაკუთრებული ის მაგ რა და დამაჟრია. ვახ, კაი, დავლებ თორე ძალიან ბოდიშ მოვუხდი მაყურებელს და შევედი ხო და კაი დავლებ ხო მიდი შევედი ქუჩა და ეგ რესტორანი იყო და იმ გოგოს ვერ იყო აბა ბიჭო ქუჩა მაგ რა პოვარა ქუჩა უფრო მარტივია ბატონო გიორგი დაუბრუნდეთ კომენტარებში რა ჩვენ კომენტარები გვაქვს იმაზე ხო AI რა ცუდი პოსტია ხალხმა რომ დაულაიქოს ბოლოს ატირებენ ამისთვის და გვაშტერებენ ანუ ეს ბოლო სიტყვა სწორი იყო და დალშე ცოტა შეეშალოთ რა ეს ის რა ქვია ახალ ლეველზეა გადასული ვაფშე პატარა ვაშკაცო რამდენი გიშრომია ყოჩა კარგი ნამუშევარია ეს საყვარელი კომენტარია ვიღაცა ბებოს ეგონა მართლა ნამდვილი და სიყვარულით დაუწერა რა ისა ერთ რაღაცას ვიტყვი ახლა აქვე დავასპოილერებ მაყურებელს ახლა ეს ვიტყვი რომ ეგეთი ჩემი ძმაკაცი ჩემი საერთო მეგობრის არხი არის ბაჩუ ესეთი არხი არის და მაგ არხისთვის ჩვენ მე და ჩემი ძმაკაცმა ლადო კიკნაძემ სოფელში ტყეში ავაშენეთ სცენა სადაც ვაპირებთ რაღაცა გადაცემების გაკეთებას, ანუ ტყეში არის სცენა და ეგ სცენა იმას ChatGPT-ის მიხედვით გავაკეთეთ, ChatGPT-ს უთხართ როგორ რა გვინდოდა, იმან ფოტო გვანახა და იმის მიხედვით გავაკეთეთ სცენა ტყეში, პატარა სცენა არის თავის მაყურებლების და დასაჯდომებით და მაგაში ძალიან დავიხვალთ. ანუ ისიც ვთქვათ, რომ ძალიან კაია რაღაც მომენტში, მაგარი Google პლუსი აქვს, ხო, მინუსებიც აქვს, მაგრამ ის ამბავი რომ TikTok-ში როგორი რაღაცა შეიძლება როტად გამოიყენო შეიძლება ორივე მხარე აქ რა თქმა უნდა ჩვეულებრივად შენ რა ადამიანობას ადამიანს გაგიშვებს იქალგე მოიქცევი რა რო ვეუბნები რომ თემო ნიქაბაძე ვინ არისო ქართველი ცნობილი მუსიკოსია მე ვეუბნება და რაღაცა მთლად ჩემზე იუთუბერი თქვა მაგრამ მე ისეთები შებერა რომ მე ვეღარ დაგეცი ის გავს თემო ნიქაბაძე ხო არა მაგეთ მუსიკოსია მახსენე ცნობილი მუსიკოსია და თემო მოცარტ შეიძლება ხო მოცარტს შეჯიბრი გვინდოდა ხო იმაში რა ქვია გენაცვალეს გენაცვალეს შეჯიბრიო მაშინ ეს უნდა შევისო ზარი გაკ და დასარეკი იმიტომ რომ ვინც აგებს უნდა დალიოს შენ აბა ეხლა მე პროსტა შეგაჯიბროთ ისა არა შენ ხარ წამყვანი შენ სვამ ყველა ვარიანტი სანამ შევეჯიბრებით ერთმანეთს რუბრიკა გვაქვს ხოლმე ახსენი სიტყვა ანუ საიდან მოდის რას ნიშნავს და ესე შემდეგ გენაცვალეს სიტყვა საიდან არა შენ ხარ მაგ სიტყვის ხო გენაცვალეს ამბასადორი ვარ მე კი ბატონო სულ ამბობთ რომ უბრალოდ სიტყვება თუ ამბობ პროცესს რაღაც გამოვიყენებდი ხომ რაღაც გენაცვალე იმდენი დიდ ხშირად ვაყენე კი არა და იმდენი ხშირად გამოვიყენე რომ რაღაცა და მე ერთ-ერთი მატჩი შემდეგ დაუჭრიან ეხლა ამას თუ აი მე დავაბრუნე ის ხო და ყველაზე ის იყო პიკი იყო იმისა რა ქვია ბულგარეთს ვეთამაშებოდით მაშინ ბულგარეთში და იქ ვიყავით მეც ვიყავთ და საბა საპანაძემ გადააღებინა ხვიჩას და იმას რა ქვია ზუკას ესო გენაცვალე ესე რომ აკეთებდნენ და მაგან იმდანად გააგდო მე ეგ სიტყვა მე მთელი ნაკრებმა ბუდუმ ვიღაცა და მაგის მე უფრო დაფასდა ეს სიტყვა თორე მანამდე 5 წელი ვიძახდი ეგ ბიჭო ისა ანუ საბამ დაგიფასდა ხო საპანაძემ კი ბატონო საპანაძემ პირველი და საუკეთესო მაინც შენ ხარ მაგ ხო ნუ რას ვიზავთ ნუ ხდება ხო გამოყენებაში და მოვაწყოთ ჩემპიონატი მაგის თქვენ შორის ხო რავი ჩემპიონატი ერთგულსაც მქონია თითო ჯერ უნდა გავაკეთოთ მაგრამ კაი მაშინ მე განახებთ ეხლა როგორ კეთდება ორიგინალი მე თქვენ გააკეთებთ და გამარჯვებულ არა დამარცხებული დალევს და წაგებულ მოგებულმა არ დალიოს მარტო წაგებულმა დალიოს მოდი საჯმა მოიფიქროს მე რა მოხდა კი ბატონო მზად ხართ მოკლედ ცოტა სხეულს ვადუნებთ ესე მოვდუნდებით ვიღებთ ხელს ვიყურებთ აი ესე და ვაკეთებთ გენაცვალე ეს იყო ცოტა ისეთი slow გენაცვალე და ესეთი მინდა როგორ გააკეთოთ რა ანუ მთელი ემოცია სატანეს დაუთმო პირველ წელს წავიდა ბა კამერაში ვიყურებ კი ოღონდ თავარია რომ როცა ნახეთ 100 მეტრით რო გაუსწორდება აი ამ ადგილს შემდეგ თვით სიტყვა წავიდა
წავიდა დიახ რთულია მესმის რა თქმა უნდა აბა წავიდა ვახ დაიძაბა აი მეცინებო ბიჭო ლეგენდა ხარ აგან ნერვიულებს ლეგენდა ხარ გენაცვალე საინტერესო იყო გუნდში თული ამბავია წინ აბა გუნდში აბა ანახებ შენ ლუდისა რომ დაიმუხტოს კი ბატონო ჩიფსი დაკეთეს ბიჭო გენაცვალე ბიჭო ნახე საიდან მომიარა წავაგე სოთი რა გავა მე წაგებულად ვაღიარებ საკუთარ ორი კარგად გააკეთეთ ორი კარგად ამიტომ სპონსორის ინტეგრაცია ხო აუ მაგრად მოიფიქრა საღოლ მოდი მაშინ სამი დავლიეთ ხა მარტო შეარდაღავებინებს მოდი რეგაცვალე ყველა გამოწერებს ლუდისას ყველა კარგ ადამიანს ვენაცვალოთ და გენაცვალოთ და მადლობა რომ აქტიურობთ და ვენაცვალებით და ჩვენს გენაცვალებით თქვენ რა თქმა უნდა. აი ხა რუბრიკის გენაცვალეთ. ვახ, ანუ შენ ხო წამიყვა სახში მართლა. კაი, მაშინ დაავლებ. დიდი. აქვე ბარებს ანუ მომეცა საშუალება რომ თქვა სადღეგრძელო აქვე ვიტყვი რომ მეგობრებო აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი თბილი სიტყვები, თემების რაღაც კომენტარები, რომლებისგანაც გამარჯვებულებს შევარჩევთ და აქვე ვიტყვი რომ დიდი მადლობა ლუდისას ჩვენს წარდგენს გვერდში დგომისთვის და ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. წინა ვიდეოზე რაც დაიწერა კომენტარები ძალიან მალე ვიღებთ ამ ეპიზოდს და არ არის ძალიან ბევრი და ამიტომ შემდეგ ეპიზოდში ავარჩევთ ბოლო ორი ვიდეოს გამარჯვებულებს და არ გეკონოთ რომ არ ვიზავთ. არ გავუხჩებოდა ჩვენ ყველაფერს ვიზავთ. მით უმეტეს 20000-ზე რო ყოფილთ, აი ის სუპრა კეიპ, კარტო ჩელენჯი, გენას ყველაფერი იქნება. მოკლედ წავიდა. ჩვენ מחარასავით არ მოგვივიდეს მე ბიჭო, სუფრა და რაღაცებს რო ვიძახი. ჩელენჯები გვექნება საინტერესო რა, რაღაცა მასწავლასთან დაკავშირებით რა, შეჯიბრებები და ხوار დავტოვებ ხალხს. არა, მშიერს არ დავტოვებ ეს. ნუ მე რაღაც საჩუქრები და ესენი იქნება. იბატო. სოტნეს უნდა მოუგო ლუდისმაში რა ძალიან მარტივია. ესეთი რაღაცა ღვთაებრივი დაუმარცხებელი ლუდისმაში. მაგრამ რამდენილიტრიანი? აქვე ჩემო ძვირფასო ხალხო. 15 წუთში რამდენი დალიე? 5 ლიტრი ხო? არა, ღვთაებრივი არის. უკან მიმაგჩები სიტყვები. ლეგენდაა კი. მოკლედ, ჩვენ მაყურებლებს მოეწონა ძალიან ტატოსთან ჩატარებული ბლიცი ქვია, მაგას თუ ქვიზი. კაროჩე, ორი და ერთ-ერთი რა. ხო და გადავწყვეტეთ თემო რომ შენთანაც გავაკეთოთ ანალოგიური. ტატო არის ეს. გავარკვევთ. შენ დიდარი იყავი ბავშვობაში თუ ღარიბი? ესეთი კითხვებია? ხო, აბა წავიდა. ჩვენ პირველად ყავს ფარცხანაყანებიდან. მართლა პირველი ფარცხანაყანებზე ვიცით რომ ანუ ერთი თავით უფრო მაღლაა ვიდრე დანარჩენი საქართველოს და მაინტერესებს თუ რეალურად ეგრე არის. წავიდა, აბა. ბავშვობაში საკუთარი საძინებელი გქონდა? ბავშვობაში რასაკი შედის ბავშვობაში? ნუ შეგნებული ბავშვობიდან კი. და უკან მესის პლაკატები ქონდა გაკრო. ოახ შენ გასვლა ნახე რა. საიდან მესი? საიდან უყურს და მესი კიდე რას მეკეთებ? მესის კიდე ერთ ადგილას ავკიდიო. კაი, წავიდა. საუკაპურა. კი ქონდა და ჩემს საძინებელი ქონდა. სახში ერთ საპირბარეშოზე მეტი ქონდათ? მაგას სოფელში ქვია უბორნია და კი ერთი ქონდა. უბორნია ზოგადად უბორნიაზე ვართ. უბორნია ზოგადად ერთი. კი ბატონო. შენ სახში დასრულებული სხვენი ან სარდაფი ქონდა? აი, შანსი არ არის ახლა. სხვენი? სხვენი არა, სულ ერთია. სარდაფი. ეგრე კი, აი რაღაცას ვინახავთ, ღვინოებს და რაღაცებს რო ვინახავთ, ეგ შედის. ეგ არის ყველაზე მაგარია. დიდი სიმდიდრე გონია. მათი ნახება კომპოტები ჩემო კარგო, ღვინო ჩემ, გასვლით გადაცემათ უგექნებათ, ფარცხანაყანები შემიძლია გიმასპინძლოთ. დიდი სიამოვნებით გიმასპინძლოთ თავისი კომპოტი, თავისი ღვინო, თავისი რა. მე იმდენი სპენია ფარცხანაყანები. და თავისი გელსას არა, ყველაფერი გვაქვს ერთი გელსას არა, ტურა რა, გველი, ყველაფერი. მინათებული აქვს იმის მერე და თქვენ გელოდებით. როდის ჩამოხვალთ გელოდებით, რომ გაუშვა ის საწყალი მგელსაზარა. ხო. მშობლებს სახში სამუშაო კაბინეტი ჰქონდათ ან ოფისი რა? რა ვიცი როგორც. არა, იმიტომ რომ იზიდათ სოფლის სამეურნეო სამუშაოების ამბავში იყო და ჯეჯოებით კაბინეტამდე კაკონი ხამბაძე მამაჩემ. კაბინეტი დაჭირვებია. ნაობს ეს ყველაფერი და კაკო არ დადდება, კაკო არ დანებია ხო და მიმართა. აგედა მიმართა მამაჩემს არ დანებდეს. მე რა რომ 49 ეს არის მოვალიწინა. კი ბატონო. კარგით, ვაგრძელებთ. დიახ.
სკოლაში ფულს თუ გატან. კი. და ბიუჯეტი ხო და რაოდენობაზე აი გეტყვით ახლა მართლა ბიუჯეტი მიფიქრე ამაგას 2 ლარი მიმქონდა სკოლაში და რამდენი მომდიოდა მაგით იცი ანუ ლიმონათიც ლობიანიც და შეიძლება ჩიფსის დამეყოლებინა. კი მართალია მაშინ ლუდის არ იყო, მაგრამ რა ჩიფსიც იყო ისიც მოდიო. ანუ 2 ლარი იყო მაგარი ბიუჯეტი ჩემთვის. ყოველდღე 2 ლარი. ვაა. ხო, არა 2 ლარი. 2 ლარი. მაგრამ მე ჩვენ ხო შევთანხმდით რომ მე უფრო დიდრულად ცხოვრობდი. თუ დაბადების დღე მქონდა 5 ლარი წამიღია. იყო ესეთი შემთხვევებიც რომ აი რაღაც დაბადების დღეზე სკოლაში გიშვებდნენ? კი და მე კლასში მომყავდა ჩემი არ წავსულა სკოლაში დაბადების დღეზე. არ მე ძალიან მიყვარდა სკოლა და ასეთი იყო შენ დროს სკოლა. ჩემ დაბადების დღეზე არ არის ხოლმე. არა, მე ვგულისხმობ რომ ხო, არა, სკოლა იყო, მაგრამ დაბადების დღეზე რომ მქონდა, არ გიშვებდნენ. ხო, რა, ვაცნე. ნუ ეხა ეს არის კითხვა ექსკლუზიური გარაჟი თუ ქონდათო და ეჭვი მაქვს რომ ან საპარკინგი ადგილიო და საპარკინგი ადგილი ზედმეტია. პარკინგი არ არსებობს. ძალიან ბევრი სიტყვით. არა, არის თბილისი პარკინგი. ხო, შე გარაჟი. ხო, არა, გარაჟი არა, ის ქვია, მასა ქვია. თვითონ სახლში შესლამდე რაღაცა ეგეთი გადახურული ამ ხო რა. ხო, ნუ დავარქვათ გარაჟი. So village garage. Village garage, okay? Okay baby, ხო, okay. რაიმე სახის კომპიუტერული გაჯეტი ან მობილური თუ ქონდა ბავშვობაში? დიდი მქონდა და მამიდაჩემ გამიტეხა. ერთხელ დიდი ხანო თამაშობდი და ფატიმამიდამ გადამიგდო და დღემდე მახსოვს ეს ისტორია და ფატიმამიდა დისლაიქ ამის გამო. თითო დისლაიკი პარადაცაა. დისლაიკ აუ დიდი მქონდა და აუ ბიჭო რა თამაშები გვიხარო და მარიოს რო თამაშო და ბატებს რო იმას ესროდი რა ქვია თოპს. აუ ეგ იყო რაღაცა მეთქი. სამყარო საწავიდა მეტი ბატს ვესვი. ტელევიზორში ბატს ვესვიდა და თავიდან ძალიან და აქედან როცაში მგელას საზარას გამიგდა. თავიდან ძალიან მეგონა რომ ატყუებდნენ რა მაგარა მოხარხა დენდიზე მეთქი უეჭველი ამას უჭერ მეთქი ცდება მე სულ სპეციალურად თავიდან იმაში ვაცილებდი რომ მეთქი აბა მიზანში თუ მიდის მაგრამ მაშინდელი ხო არ და მაშინდელი დენდი იყო ტექნოლოგია როგორ არის მოწყობილი კიდე ავხსნა პულტის ამბავში სავარაუდოდ ხო პულტის ფუნქცია ქონდა მაგასაც არა აბა ბიჭო თუ ამოღამებდი დაჭერის მომენტში რა სროლის დაჭერის მომენტში რო ნათდებოდა ის ბატი რა თეთრად. ხო და ეს კი არის სროდა რა. ანუ ეკრანიდან იღებდა მაგ გამოსხივებას ეს პისტოლეტი და ნუ მან ხვდებოდი მოხდა თუ არა. მე პისტოლეტი ძალიან მოუხდა. პისტოლეტი. მაგრამ იმ დროისთვის ვაღიარებთ რომ ეგ იყო რაღაცა სასკი. რაღაცა არ მაგარი იყო ხო აი ხომ მაგარი თამაშები იყო. მე კასეტები ისე მქონდა ხო იცი ყვითელი მასში ხო იდო რაღაც პლასმასა. და ძალიან ხო მოცლილი ქონდა და ის მე ყვითლები იმით მევასებოდა შაგროვებული რა. მაგარი იმას რომ აწევდი და რომ ამოვარდებოდა მაგარი პერიოდი იყო მართლა გაი პერიოდი იყო და ბოლო კითხვა რის გადაწყდება საერთოდ შენ რა ხო რამდენად დიდარი ხარ კი ბატონო კურორტებზე თუ დადიოდი ანუ ზღვაზე თაში თუ დადიოდი ბავშვობაში ყველა ზაფხულს ცოტა გოჩოლი ვიდეოში რო იყო წამოსული რამე კურორტზე ფარცხანაღანეში ცოტა გოჩოლი იშვილო აბა პირველად თბილისში ვიყავი ექსკურსიით და შენ გადაწყვიტე ხა მე ბავშვობაში დავდიოდი თუ არა კურორტებზე შემოგარგო შიდობის ხიდი რო გაიხსნა მანდ ვიყავი ჩამოსული გადავიარე გადმოვიარე და წავედი ბასხანაღანებში და დიახაში გადაწყვიტე მე მაგარი ექსკურსია ჩამოვედი თბილისში გადავიარე შიდობის ხიდზე გადმოვიარე და 250 კილომეტრი წავედი უკან ასე რომ მეგობრებო კომენტარებში დაწერეთ ვარც ვარა ბავშვობაში კურორტზე ნამყოფე მე არ ვიცი მაგრამ მაყურებელი მიხდება აუღალებს კი ბატონო მე არ ვიცი აუღალებს და იმედია მაყურებელი ვიცოდი ამაზე პასუხი იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოში ბევრი ილაპარაკე კი კონდა რაღაც ინფორმაცია იყო მაგრამ როგორც წოდეს არ ახსოვდა და ოიგ მაგარი შიდობის ხიდის გახსნა და რაღაც იმენახია კარგად გადავედით გადმოვიდეთ წამოვიდით უკან მაგარი რა საათმე ზოოპარკში საათმე მაინც არა იგი სიგიჟე წყალზე გადადის რაღაცა იყო რაღაცა შედის სიგიჟე ანუ წყალზე გადადიხა და არ მოვარდიოდი და ხო თეთრი ხა მაინც ჩვენი იყო და განსხვავებული არ იყო და შუშებიანი ხიდი რას ლაპარაკობ ეს არ მაგარი იყო ანუ რას დრო იყო ხა ეგეთი ხა ხო
მაგარი ფოტოები გადავიღე ისე მახსოვს და მე სოფელში ვანახე რომ მშვიდობის ხიზე მაგის სურათი თუ გავს აი თუ მიპოვე რა ეს მარამგონია რა ეგ ამოვარა თუ თემობს ეგ მაგარი იყო რომ შალხი ჯებსკე სად იყო მაშ შალიხი და შალხიზე ყავდათ პირველად ოდა ეგ იყო რა გიხარი ჩვენ უარეს დღეში ვიყავით ექსკურსიების თემაში ცხეთას ვერ გავუცდით ვერც ერთხელ ცხეთას უდია მე არა ნუ ეს პოშორს დადიოდა სამი კლასიზე 250 კილომეტრზე დავდიოდი და რაღაცეები ო არა ჩვენ სერიოზულად კილომეტრაჟი აგინე ზოთილიში ვარ ამყოფი ექსკურსია აუ როგორ მახსოვს და მე ცხეთაში შევიარეთ აუ როგორ მახსოვს და ნიკ არაბიძე და ისა ლადო კუჭოხიძე ვნახე იქ და ხელმოწიმას ფურცელზე მოვაწერინე ისა რა ქვია დღიმდე მაგის შენახული იმხელა ემოცია იყო დაიცოდი რომ ერთ თანამშრომელი იქნებოდი იმხელა ემოცია იყო რომ დავინახე ჯერ მშვიდობის ხიდი რომ ვნახე ხო გამოვხდები მე ცხეთაში ნიკ არაბიძე ლადო კუჭოხი ბაშთან უკვე კომედი შოუში იყვნენ და კაროჩ მაგარი დღე იყო რა ისე დღით კაი ექსკურსია გამომივიდა რა კაი იყო მეგონი ამომწურავად გავეცი ქვის საუკეთესო კი ბატონო ქვის გავეცი პასუხი კი რა ვიცი როგორ გადავწყვიტოთ არც მაინდა მაინც კაი ბიჭია თემური კაი არა ტატო უდიდრეს ახლა მე უსმენე მაგ ქვის და კი ბატონო ვერ შევედავები და გარაჟიო და მანქანებიო და ორი სახლიო და ის რა ვიცი წნეთი და ამბები და კაროჩი მესმის რთულია ლალი გვაწუხებს რომ იმას გენიო რა ქვია გენაცვალეს დაუბრუნდით იმიტომ რომ თემო მკითხვა რომ მე ჩემ შემთხვევაში საიდან მოდისო მაგრამ ზოგადად საიდან მოდის ეგ სიტყვა არ უთქვამს ხო ანუ ეგ არ ვიცი ზოგადად საიდან მოდის მაგრამ შენი აზრით ჩემი აზრით სიტყვის მნიშვნელობა ალბათ ყველასთვის გენაცვალე რაღაც დადებითი ანუ რაღაც თბილი რაღაცა ალბათ რეალურად დაუფიქრეთ რა ანუ რაღაც გენაცვალე ანუ ზე პოზიტიური რაღაცა ადამიანის მიმართ რა რაღაცა შექების პონტია რაღაც პონჩი რაღაცა ვიღაცა კარგად რომ მიგიცება ვა გენაცვალე რაღაცა და პირველი გენაცვალე თქვენს იმაში ცხელძაღლში ერთ-ერთი პერსონაჟი იკლავს თავს და გენაცვალეს ამოს თუ რაღაც თუ შემოგევლეს არა აუ ყველაფერია ყველაფერია ვაცილი გელზაზარა გელზაზავა ერთი სწორად თქვი რომ მართლა ჩამოვედი მშვიდობის ხიზე რაც ნახდი იყო ხო და არ ვიცი ისე ხო თქვენ ეს რას ნიშნავს გენაცვალე რა ანუ სიტყვის მნიშვნელობა გასაგებია რა თქმის დამოკიდებულება გენაცვალე რა ანუ რაღაცა ეგეთ ვარიანტია ხო? პირველი გენაცვალე ჩემი ასეთ ითქვა სუფრაზე. აუ უეჭველი სუფრაზე უეჭველი. არა, უეჭველი სუფრაზე იყო ნათქვამი. აი შენ გენაცვალე ტიპმა ერთმა აიღო 3 ლიტრიანი ყანწი დალია და აი აქ მეორე ვინც ედგა იმას ესე ენაზე მოადგა რომ გენაცვალე. აი ვარიანტია შოთაშორის. აი იმიტომ რომ სხვა ვერაფერი არ მოხდა. რაუნდა. და ესე მოიგო. ვა, აი ვარიანტია ისე ხო. მე ვეთახმე მაგ. სუფრაზე მოფიქრებულა უეჭველი ვიცი ხო? ჩემი აზრით. იქ აი გენაცვალე. ჩემი აზრით პარცხანაყანებში მოიფიქრეს. კი, არა, მე არ ვარ წინა აუდენია. ვარიანტში. მე და მართლა. თემოს სინაპარმა. მოდი, თქვენ სტაფს, თქვენ მოდი 100.000 გადაცემა ჩაწერეთ პარცხანაყანებში ჩემთან ჩაწერეთ. მეორე ვერსიას, მაგრამ შენ საერთოდ რა? კაკო. კაკო მრონახა თემურიკა. აუ, აი მე ხამე თუ თქვენ ზედმეტებს ისა ჩემი ბავშვობის ფოტოსაც ჩაგიგდეთ. და განახებთ არ არის თუ მე დაცვალე მოიხდება. ასალა ხილად იყავით რა რაღაც ამოვანათება. აი გერა გითხრათ 100.000-ზე ჩემთან ჩაწერეთ პარცხანაყანებში. პარცხანაყანებში აღასკავზე პარცხანაყანებში ჩემთან ჩავწეროთ გადასწრებთ. ასე მეგობრებო, უნდა გამოიწეროთ ეს არხი, იმიტომ რომ პარცხანაყანების იგიჟები. თუ გინდა რომ ნახოთ პარცხანაყანები და თუ გინდა რომ არხი გამოიწეროთ. საიდან წავედი მშვიდობის ხიდისკენ თუ გინდა ნახოთ. უნდა გამოიწეროთ. ამას ანახი აქ თბილისში. გადაცემა უნდა დაიწყოს მშვიდობის ხიდიდან რომ მივიდეთ. თრონი მოდის პირდაპირ მშვიდობის ხიდიდან პარცხანაყანებამდე. აი გუდა იყო სიგიჟები. აх, საულს. კაი იყო. კაი გადაცემა გამოვიდა მართლა. ხიარულდა ბედნიერ ნოტაზე კიდევ ერთხელ თემო უღრმესი. მადლობა თქვენ, ძალიან ვისიამოვნე მართლა. ძალიან კაი გადაცემა იყო, ძალიან ბევრი ვიცინე და ნუ მოკლედ ოქრო ხარ და მიყვარხარ და მადლობა გამიხარ და მეც რომ ძალიან პირველივე გადაცემი და რაღაც მართლა რომ მოვედი მაშინ რომ თქვი რაღაც ისეთი ჯერ თქვენ უდიდეს პატივს ვცემთ და ვინც აკეთებს ამ გადაცემას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ის გაურად ისე გაქვთ მოწყობილო შანსი არ ვარ მოგინდეს აკმარშო და გამიხარდა რომ მე-5-შივე მოვედი ხო მე-5 გადაცემაში მე-5-შივე მე-5-შივე ეს ხო სწორად თქვი მე-5-შივე ხო არის სწორი კი ბატონო მადლობა მართლა ძალიან დიდი მიყვარხართ გაფასებთ და წარმატებები ყოველთვის ვატრაკებდი მაგრამ ეხლა მივაჭახუნოთ მადლობა მაყურებელს და რავი კარგად იყავით და შემდეგ ეპიზოდამდე ისევ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და
დაგველოდეთ შემდეგ პარასკევს დაგიბრუნდებით და მე მგონი შაბათს ახალი ეპიზოდიც გელოდებათ ჭამე ანაჭამეს და დაელოდეთ. გაგიმარჯვებთ.